შენ მაგზე რომ მუშაობ, ეკრანზე არ გაშერებული? არ მჭირდება. რა სიძახი. ხო, არა, არ მჭირდება. მე მაგალითად 12 წელი მქონდა ზუსტად ერთი კლავიატურა. და ეხლა ვაყიდინე რაღაცა. ეხლა ვაყიდინე. არა, ჯერ ის მოყიდე, რატომ მაყიდინე? რისი უნდა მეშინოდეს? აი, ბექენდებს ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს მაგის ვიდეო. აი, იმის რომ რაღაცები ბევრად გამარტივდება და უფრო მეტი ცოდნა დაგჭირდებათ იმის რომ თავი გავიდოთ. არა. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის დევთერაპიის მე-16 ეპიზოდი. ძალიან გვიხარია რომ მეორე ეპიზოდი აქვს ყავს ოფიციალური სპონსორი, კომპანია Texi და კიდევ ერთხელ მადლობა Texis ჩვენი სპონსორობისთვის. და საერთოდ სხვა мотивация აქვს ისე ჩაწერას ეპიზოდის, როცა უკვე სპონსორი გვყავს. და ძალიან გვიხარია ეს ამბავი ჩვენ. ეხლა კონკრეტულად ეპიზოდზე რომ გადავიდეთ, დღეს გვეყოლება ძალიან განსხვავებული და საინტერესო სტუმარი, დათო ბუმბეიშვილი, რომელიც კონკრეტულად მოღვაწეობს ცოტა ისეთ სფეროში, რაც ესე ხშირად პაბლიკად ესე ვერ გაიგებთ ხოლმე, ხშირად რაღაც ამ სახის ინჟინერები არსებობენ, ეს ეხება data ვიზუალიზაციას. და რა ვიცი, გადავიდეთ, როგორ ხარ დათო? კარგი, როგორ ხარ? კარგად. და სტანდარტული კითხვით დავიწყოთ. როგორ მოგწონს საქაურობა? ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესო გარემოა. ძალიან კარგია რა. უყურებ ხოლმე ხო ისე ჩვენ ეპიზოდს? კი, ყველა ეპიზოდ ნანახი მაქვს. ძალიან კარგი. ბოლომში ვარჯიშის დროს უყურებ რა. ვარჯიშის დროს. მია ხო კარგად ვარჯიშის. მია კი და ანუ კარგად გადის. თრედმილზე. ხო, ანუ წონებზეც. ხო. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. გუშინ დავდეთ ეპიზოდი, ხო? გუშინ, კი. გუშინ წიოს. კი. ხო. კაი, დათო, ეხლა ორი სიტყვით მოგვიყევი შენ შესახებ, საიდან დაიწყე, როგორ დაიწყე და მე გადავიდეთ ზოგადად აი data ვიზუალიზაცია დატკბებული ვარ ბევრმა არ იცის. ბევრს შეიძლება ეს გონია რაღაცა კონკრეტული საქმის ნაწილი, quest საქმე, ესე ვთქვათ. და მოდი ავხსნათ, რას აკეთებს data ვიზუალიზაციის ინჟინერი. კაი, ან რო დავიწყო თავიდან, ანუ მე რაღაც ისეთ სტანდარტული გზა არ გამივლია, დავიწყე როგორც ანუ ყველა ხო იცი ეკონომიკა და იურიდიული მე ვიყავ ეკონომიკის მიმართულებით და სადღაც მეორე კურსზე მივხვდი რომ ანუ რაღაც პრაქტიკულიც უნდა მესწავლა რა და Windows გადაყენება პრაქტიკულობაში Windows გადაყენებას გულისხმობს სტანდარტულს. და ანუ მეთქი ავიღებ ინფორმატიკის ანუ მეორად სფეროთ ავირჩევ ინფორმატიკას თქვა და აი აქედან დაიწყო ჩემი შეხება, ასე ვთქვათ, კომპიუტერულ სფეროსთან. ეს რომელი წლებია? ეს არის დაახლოებით 2012 წელი, 2012-2013 რა. და რავი, ანუ გავყევი ჩვეულებრივად, გავიარე ყველას გემრიელი საგნები, რაც იყო C++-ი, დაპროგრამება, ეგეთ რაღაცები, Java და შემდეგ internship-ის პროგრამა რომ არის საქართველოს ბანკში, ანუ ერთ-ერთი მეც მოვხვდი, ეს იყო 2015 წელს. ну იქაც მე რავი ძალიან ბევრ რაღაცას მოვედეთ, იყო mobile development-ი, შემდეგ ვაკეთებდი რეპორტებს SQL-ზე, შემდეგ უკვე ანუ .NET-ის მიმართულებით მუშაობდი, ანუ ჯერ junior-ი, მერე ანუ ჩვეულებრივი middle developer-ი და პარალელურად ანუ დავიწყე Upwork-ზე მუშაობაც რა. ეს რომელი წლებია? Upwork-ზე მუშაობა. 16-დან დავიწყე, 16-ში დავიწყე Upwork-ზე მუშაობა საღამოობით. ამ სახლში მოვდიოდი და პირველი პროექტი იყო დესამზე. და თან ზუსტად იმ დროს, ანუ საქართველოს ბანკშიც დაგვჭირდა რაღაც, ანუ ისეთი ჩარტის აგება, რომელიც არ არსებობდა რა. და ანუ ბევრი რაღაცა დაემთხვა ერთმანეთს და მოკლედ Upwork-ზეც დესამის მიმართულებით მოდიოდა პროექტები და საქართველოს ბანკშიც, ანუ გავაკეთე ის რაღაც რთული ჩარტი, მე კიდე რაღაც პატარა მარტივი ჩარტები და ანუ საბოლოოდ ისე აეწყო, რომ საქართველოს ბანკში მუშაობდი full stack developer-ად და ამავდროულად Upwork-ზე სამსახურის მერე მუშაობდი D3 developer-ად რა. ეხლა ხალხს სანამ ჩამოუყალიბოთ D3 რა არის? D3 არის low level მონაცემთა ვიზუალიზაციის ბიბლიოთეკა. ანუ თვითონ D3 შიფრება როგორც data driven documents.
ან დოკუმენტში ვრცმობა HTML დოკუმენტი რა. 3D-როა, მაგიტომაც თქვა და 3? არა, data driven document, ანუ ძალიან უხეშად თითოეულ ელემენტზე მიბაინდებული არის data. ანუ HTML-ი წარმოვიდგინოთ DOM-ი, ხო? ანუ შეგიძლია გამოვიყენოთ ან bar chart-ი წარმოვიდგინოთ და თითოეული ბარი რო იყოს div-ი რა. ამ div-ის უკან არის კონკრეტული data მიბაინდებული. რო ანუ inspect element-ში რო ნახო, ანუ ქვედა ტირე data-თი JavaScript-ში რო ანუ მიწვდე რა, არის data რა. და ანუ აქედან წარმოდგა ეს სახელი, რომ data driven documents, ანუ რა data-ც გაქვს, იმდენი დოკუმენტის რაღაც ნაწილი იხატება შეგნით რა DOM-ში. იცი რა მინდა გითხო სანამ მაგაზე გავაგზავნოთ საუბარს. მე რო არ დაგვავიწყდეს უბრალოდ ამ თემაზე ვართ მაინც. აი შენ თქვი 2016 წელს დაიწყე Upwork-ზე მუშაობა. ხო და 2016 წელს remote-ად და Upwork-ზე მუშაობა მთლად მარტივი ამბავი არ იყო და განსაკუთრებით ჩემი გამოცდილებიდან მაგალითად Upwork-ზე პირველი პროექტის აღება ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ასე ვფიქრობ. მე ყოველ შემთხვევაში .NET-ის გამოცდილება ეგ არის. აი შენ შემთხვევაში ეგ რა შეგიძლია მაგაზე თქვა რა ანუ რა როგორია შენი გამოცდილება პირველი პროექტის აღებაზე Upwork-ზე? ხო, ანუ ჩემი გამოცდილება ზოგადად, ანუ არა მარტო პრინციპში ხო, ან remote-ზე ასეთ Upwork-ის მსგავს საიტებზე არის, რომ ანუ ძალიან ბევრი ცდილობს, რომ double pass-ად უთხრას და ანუ ერთ ბაშტ 1000 ადამიანი ცდილობს, რომ double pass-ად უთხრას, მაგრამ უფრო მეტად აფასებენ სისწრაფეს რა, იმათვის არ აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, $100 გადაიხდით თუ $300 შენ თუ სწრაფად გავუკეთებ, ანუ ეგ უფრო ის არის რა. ხო, ან წინ წაგწევს უფრო. კიდევ მაგის გარდა, ანუ შეგიძლია უკვე ნაწილობრივ გააკეთო, ანუ ჩემი პირველი პროექტი იყო, ასეთი პირველივე გავიგზავნე და პირველივე ავიღე რა, ან მეც არ ველოდი ეგეთ რაღაც. ნახევარ გავაკეთე თითქმის, ანუ რაღაც მაგალითად ავიღე, ვიპოვე, უცებ გადავაკეთე და გავიგზავნე რა, მეთქი ამის დასრულება შემიძლია, ბიუჯეტი ამდენი იქნება, დავალ ბიუჯეტი უთხარი შედარებით და ანუ ვიმუშავებთ რა ის დამთანხმდა და რა ესე ავიღე ჩვეულებრივი. მან ხო ეგრე არის რომ რეალურად რეპუტაციებს აგროვებ და რაც უფრო ანუ შესაბამისად დასაწყისში უფრო ძნელი არის ამ რეპუტაციების შეგროვება ხო? იმიტომ რომ მე უკვე რეპუტაციებს უყურებენ რომ თქვათ რაც მეტი გაქვს რეპუტაცია კლიენტისთვის ალბათ მით უფრო სანდო პიროვნება ხარ ეგრე არ არის? კი, ეგ ზოგადად რავი ანუ სულ ყველაფერში ეგრე იქნება. და ზოგადად ისეთია რომ ანუ ჩანს არა მარტო კლიენტის, არამედ ანუ არა მარტო ფრილანსერის, არამედ კლიენტის შეფასებაც. ამიტომ ასე თუ ისე ორივე მოტივირებულია რომ კარგი შეფასებები დაუწერონ ერთმანეთს რა. ანუ შენ თუ კარგად მუშაობ, შენ თუ კარგად აკეთებ, ანუ შეფასებებიც მოვა რა, ისეთი ის არ არის. მე მახსოვს რომ აი მე რო ვცდილობდი რაღაცებს Upwork-ზე, ხო ძალიან ადრე და იმის მე არ შევხებივარ უბრალოდ. ეგეთი რაღაც იყო რომ ულიმიტოდ შემეძლო რომ პროპოზალები გამეკეთებინა რაღაც იმას და მე ეგ პროპოზალი ფასიანი გახავდეს ხო და მაგან რატო ქნეს ეგ რა გამოიწვია მაგან ანუ ვერ ვხვდები მაგ ნაწილს რა შეაწყობდათ ეგ რომ აიძულო თქვა დეველოპერ რომელსაც კლიენტებთან მუშაობა უნდა რომ პროპოზალისთვის ფული გადაიხარა. ბიზნეს მოდელი შეცვალეს ალბათ ხო? ანუ ეგ უკვე ახლა ისეთ პერიოდია რომ შედარებით ნაკლებად რომ არ მაგრამ ან ძალიან ბევრ spam პროპოზალებს უგზავნდნენ ანუ ძალიან კლიენტი რო შემოდის და რო ხვდება თქვა 100 პროპოზალი რა ძალიან ცუდი ძალიან რთული გასაგებია მაგით ერთი მხრივ ისქნეს რომ შეზღუდეს ანუ მარტო ხარისხიან პროპოზალებზე კონცენტრირდნენ და გარდა მაგისა ანუ ისეც არ არის რომ სულ ფულის გადახდა გიწევს რაღაც ანუ მაგალითად შემთხვევაში ვაფშე არ მიწევს გადახდა რაღაც 700 ანუ ახლა მაქვს 1024 ანუ რაღაც ფულებია რა და პროპოზალია რაღაც ფულები კონექტი ხო ხო და რა შემიძლია რა მე რაღაც ბიდების სისტემაც აქვს და მოკლედ ანუ ისეთი ბიზნეს მოდელია რომ შეუძლიათ ფულის ამოღებაც დეველოპერებისგანაც რა ფრილანსერებისგან შენ ხომ რა ბეჯი გაქვს მაქსიმალური რაც არის ანუ მანდარი შეხედე ჯერ იწყება ტოპ-რეიდერი და ყველაზე არა მე მგონი რაღაც Rising Talent-ი აღარ არის ხო მე ვამბობ ტოპ-რეიდერი არა Rising Talent-ი არის მე ხო მე ვამბობ რომ ტოპ-რეიდერს რომ მოგცემ მე გადადიხარ ზოგადად სხვა ლეველზე და მე კიდე იმის მე შრეებია იშლება რა კიდე Rising Talent-ი top-rated plus და კიდე არის ანუ რაღაც verified რაღაც talent verified თუ რაღაცა და კიდე არის ანუ enterprise client-თან იმუშავებ თუ არა ეგეთი რაღაცებიც არის ანუ
5 არის მე მგონი განსხვავებული რა. აფორქები ეს რატო არის ესრჩება ხა შენი პროფილი რო დავსერჩო აფორქზე ვერ ვიპოვე ხო? ჩემი პროფილი რო დასერჩო D3 developer Georgia ან D3 developer დავით Georgia ხო ეგრევე ამოვაგდი. ეგრევე ამოვაგდის. მგონი მეცა ხო მაგრამ ან დაგჭირდება რა ვიცი. შესვლა და რაღაცა. კი მე აფორქი მაქვს. მე მქონდა სხვა შორის აფორქზე ძალიან მაგ სპამებზე გამახსენდა. ძალიან საინტერესო кейსი მქონდა ერთი. რომ რამ 2 წელს წინ დაახლოებით ვიღაც ტიპები დამიკავშირდნენ აფორქზე. სხვა შორის მე ეგეც ძალიან უცნაურია. მე აფორქზე თუ რამე ამიღია და გამიკეთებია. არასდროს არ ყოფილა ჩემი გაგზავნილი პროპოზალიდან რესპონსი. ყოველთვის იყო პირიქით მიგზავნდნენ იმას requests რომ აი მოდი პროპოზალი შეგვივსე და მე მაქეთ. ესე რომ მე პროპოზალი გამეგზავნა და ფიდბექი მიიღო და რატო ანუ შენაირი iOS დეველოპერი დამწონებული ვარ აფორქზე ბევრია და რას ნახულობდნენ ესეთი თქვა. ვერ მივხვდი. ანუ ბევრი iOS დეველოპერები ხო არიან, შენ ხარ კლიენტი, გინდა დაიქირავ დეველოპერი. რატომ გიგზავნიან თქვა შენ და არასხოლს. აი არ ვიცი ხა. რამე ის არის რაღაც კრიტერიუმის მიხედვით. არ ვიცი. ანუ როგორ არის იცი გაგზავნა მე მგონი ანუ უბრალოდ ასელექტებ, ანუ ნახულობ რა უდასერჩავ, მოსერჩავ 20 და ასელექტებ, რომ გაიგზავნო შენ ის და გეგზავნო. მან პრობლემა რა არის? მე მაგალითად როგორც iOS ინჟინერს ცოტა განსხვავებული სპეციალიზაცია მაქვს ბევრ iOS დეველოპერსთან რო შევადაროთ რა. ძირითადად მე მანდ რა ვქენი ხარ როგორ ვქირო ჩემი სტრატეგია ესეთი იყო წავედი ღირდა თუ არა საერთოდ ჩალიჩი ამაზე და როგორ ვქენი წავედი და iOS ინჟინერების პროფილები ვნახე აფორქს ყველას ქონდა სტანდარტულად აი ძალიან მაგარ ტიპებსაც და ძალიან დამწყებებსაც და ინდოელებსაც და ისე ხო პაკისტანელებსაც ქონდა დაახლოებით ერთნაირი რა ხა ვიცი ეს ფრეიმვორკებს თვლიდნენ ხა ეგ თითქმის ყველა მის მე ცოტა განსხვავებული სპეციალიზაცია მაქვს ისედაც რომ იმიტომ რომ ნუ სხვა სტეკიდან ვარ მე დაწყებული და სხვა ტექნოლოგიებიც ვიცი და იქ რო ეგენი უკვე რო ჩავრთე თან მე open source კონტრიბუციები მაქვს GitHub-ი მაქვს საკმაოდ აქტიური ხო მაგითო გითხრა სტატიებს წერ მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება ბევრს არ მაწერ და 2-ს მაინც წერ და თვითონ სტეკი Swift-ი და იმის დაბლაც კარგად ვიცი და აქედან ალბათ მაგიდან ცოტა გამომარჩევდნენ მაგრამ ანუ სასაცილო და ისეთი პარადოქსული იყო რომ მე რო ვაგზავნდი პროპოზალს მაგაზე პასუხს არ მივიღებდი არასდროს ხო შეიძლება ვიღაცა მაგიდანაც ავერჩიე ყოველთვის იყო პირიქით აი თვითონ მიგზავნიდნენ და ეგრე ვიღებდი ჯობს დაახლოებით აფორქზე გავაკეთე 4 პროექტი და ტოპ-რეიტზე ეგრე ავედი ტოპ-რეიტამდე მაგრამ ყველაზე უცნაური სპამებზეც გამახსენდა რა მოკლედ დამიკავშირდა ერთი ადამიანი გვაქვს პროექტიო აი 15 წუთში შევდე კოლზეო და თქვაო რომ ეს ადამიანი ვარ სახელმწიფო მოითხოვო რა ხო და ძალიან დიდი თანხა შეუმთავაზა რა ანუ რეიტი რა საათობრივი და თუ რამე ისეთი გიკითხაო უცბათო მე Slack-ში ვიქნებიო და მომწერო გიპასუხებო ბიჭო და ვერ მივხვდი რაც მაქინაციაში რომ მომბებოდა მივხვდი რა და მეთქი კაი მეთქი ვცდი ერთი ვინ ან ვინ მეთქი ხوار სპამავენ რა რამეს იმიტომ რომ მან ძალიან ბევრია ხოლმე რა შეიძლება invite link-ი გამოგიგზავნოს და phishing-ი იყოს ანუ ერთმა გამიგზავნა Zoom-ი გადმოწერეო Zoom-ი რო მაგზე რომ Zoom DMG ფაილს აყენებ ხო გეუბნება რომ ეს ჩაგდე applications folder-ში და ეს მეუბნება ჩაგდე ტერმინალში რა გაუშვი ტერმინალში დარანეო Zoom-ის რა და მე მივხვდი რა რომ თან ნახე Zoom მიყენია რა და ანუ მეთქი რა ამას არ მომთხოვდა და მეთქი ეგრე დავარეპორტე და ბევრია ეგეთი მაინც მაინტერესებდა რა მეთქი შევიდე პამო რა არის რო შევედი გაიჩნდა UX based სტარტაპი ძალიან კაი ტიპი იყო ეს რა და მე პარაგება ამ სისახებით და ძალიან შემწხვა რა მეთქი ანუ რა არის ეს რა საქციელი მე თავიდან იმიტომ შევედი რომ მეთქი აი ნახო რა სახის სპამია რომ მე დავარეპორტო მეთქი მართლა გაიჩნდა აი ეს ტიპი რაღაცნაირად გადამყიდველობას ჩალიჩობდა და ჩემი სახით ატყუებდა ამას ეგრევე ამ ტიპს უთხარი ყველაფერი სიმართლე მეთქი ერთი წამით მიყვებოდა პროექტსა და მეთქი არ მომიყვება მეთქი ერთი წამით მეთქი ეს სიტუაცია მეთქი ეს ტიპი დამიკავშირდა მეთქი შენთან გამომიშვა თქო და მითხრა მეთქი რომ ამ ადამიანს სახელით ელაპარაკე აუ ტიპს ადაემართა იცი ანუ ფერი გადაუვიდეს და ამაზეო მაქო და ხარჯული სადღაც $12,000 ამ ტიპზეო არც ვიციო ნორმალურად დამთორებული აქ თუ არა საქმეო რა და კაიო დამეულე ცოტა ხანია და ნუ ჩვენ გავთიშეთ ნუ ეს ტიპი დავარეპორტე ამ ტიპმა ეგრევე დამბლოკა აფორქზე და სადღაც ერთი 20 წუთში ეს UX based ტიპი მიკავშირდება მე აკეთებდნენ ეს რაღაცას live streaming-ს აკეთებდნენ
კამერის live streaming-ი რა, ანუ შეგეძლოთ შენ რო კამერას გააშიარებდი, გაგესტრიმა ეს live-ში და ამით გქონდეთ online shopping-ი. HL კიტით. და მოგეთხოვეთ დამიკავშირდეთ ეს ტიპი და კონტრაქტს მიგზავნის რა. ანუ შენი პროფილი ვნახეო, on LinkedIn-ზე მომწერა მე რა. შენი პროფილი ვნახეო და გვაქვს შემოთავაზებაო და ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდხნიანი კლიენტი Upwork-ზე. აი ესე უცნაურად დათრეული და მყავდა სადღაც წელიწად ნახევარი და ეს ძალიან ეხლა საკმაოდ ისეთი წარმატებული ტიპები არიან რა. და ანუ ეგეთი სპამები ხშირად ხდება რა Upwork-ზე. და მე რო ტოპ-რეიდერი გავხდი, მეგონა რომ აი მეთქი ეხა მომაწყდებიან ხალხი. აი როდის არის რა ბეჯი უნდა გქონდეს რომ გერი პროფესორი მოვიდიოდეს. ჩემს შემთხვევაში პირიქით აკლდება რა, მეც რო გავხდი, ანუ ის რაღაც გასაუბრება გავიარე მაგათთან რა და რაღაც პროექტების ვერიფიკაცია მგონი თუ რაღაც. მოკლედ ხო და რა მაგის მე ძალიან შემცირდა კლიენტები. ხო. მე მგონი როგორ არის იცი, როცა ეძებენ კლიენტები, ხო? ანუ არ უჩვენებს მგონი შენ პროფილს, რადგან ისახარ და უნდა გადაიხადონ, რომ ცოტა კარგი ანუ ვინ გადაიხდის მომაში. მგონი ეგ ანუ მე ის კლიენტის პროფილიც ქონდა, ანუ სადაც 3-4 წლის წინ რო ამოწმებდი ეგრე იყო. აი ხანია აღარ შემოწმებია რა. ო რა სიგიჟია. ვინ გადაიხდის მომაში ფულს? ანუ როგორ არ გადაიხდიან? ანუ Microsoft-იც არის და ეგეთი დიდი კომპანიებიც არის Upwork-ზე რა. ხო, ანუ მაშინ მანდ ეგ გამოდის რომ შენ რომ მანდ ესე ვთქვათ რანკი გემატება, უკვე უნდა ითევზაო შენ დიდ თევზებზე და არა. ხო, უბრალოდ ეგ აღარ ვიცი ახლა არის თუ არა ეგრე. მან ისიც ხო არის რომ ის დიდი თევზები Upwork-ს რამდენად იყენებენ? იყენებენ, ჩემი მეგობარი ერთ-ერთი დაიქრავა Microsoft-მა. დაიქრავა მანდედან დესამზე შორის რავი მუშაობდა ძალიან ჩვეულებრივად საინტერესო პროექტი. სხვათა შორის ჩემი გამოცდილებით დასავლური პროექტებზე მოსახვედრად Upwork-ი ყველაზე მარტივი გზა. აი ამერიკულ პროექტებზე რომ მოხვდე, ანუ აქ ხო ესე პირდაპირ CV გააგზავნო, ხო ბლოკერი ხარ, საქართველოში უკვე ბლოკერია. მაშინ გინდა შუაში რაც middleware კომპანია. middleware კომპანია ძალიან ბევრს გჩარჯავს, იმათაც და ამათაც. და ხშირადაც აქაც ძნელია და Upwork-ი არის ყველაზე მარტივი რომ ესე directly რომ მოხვდე რა. იმიტომ მე მოხვედრი რა რამდენიმე სტარტაპთან ესე Upwork-იდან მქონია კომუნიკაცია. მე ხა საქმე არ გადავს, უართ, მაგრამ მშობა კომუნიკაცია გქონდა რა, შესაძლებელია ჩვეულებრივად რომ გახვიდე. უბრალოდ Upwork-ს ყავდა ცოტა ისეთი კონკურენტი ის TopTal-ი, ხო? და ეხა მე მგონი საერთოდ TopTal-ი ვაფშე გაჩერებულია. ანუ მე მგონი ახ ყველაფერი გაჩერებული, ანუ ჩვენ კომპანიაში ჩამოვგვაქვს კლიენტები, სადაც მუშაობ, ანუ Upwork-ზე ძალიან ისე ნელა მოდის. ანუ Fiverr-ზე მუშაობ, Fiverr-ზე ხაც ყველაზე მაღალი რანკი მაქვს და სხვათა შორის Fiverr-ზე უფრო მოდიან კლიენტები რა. აჰა. ან გლობალურ კრიზისის ბრალია ეს თუ რას ფიქრობ? მე მგონი აი ეს ანუ რო განთავისუფლეს ძალიან მეტას კეისია. რავი, ძალიან ბევრი ამერიკელი მუშახელი არის რა და ჩვენთან აღარ მოდიან. ხო. და რომც მოდიოდნენ კონკურენცია იმხელა რომ ის რო გაიარო ის ბარიერი რთულია რა. თან რავი, უჩვენიათ რა. ხო, ახ ამერიკელი რჩევნება. ხო. თუ თანხებზე შეთანხმდებიან. ხო. და ხო, მაინც უჩვენია. ამიტომაც არის რომ მე მაგას შევეშვი რა, მაინც ანუ Upwork-ი ძალიან ის იყო რა, თავიდან ყოველთვის შემთხვევაში სტაბილური რაღაც რა იყო, რომ სტაბილური და დამატებითი პასიური შემოსავალად მქონდა ყოველთვის. და ეხა საერთოდ აღარ მაგის დრო. ანუ ზოგადად, ანუ არასტაბილური ახლა, სტაბილური არ არის და მაგრამ 2-3 ან 4 პროექტი თუ გაქვს ერთდროულად, ხო, უკვე სტაბილური ხდება. მაგრამ 2-3-4 პროექტი აღება ეხა რთული. მარტივი არ არის რთული. ანუ გააჩნია ხო, ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში, ანუ ამ ჩემ კომპანიის გარეთ მაქვს 4 პროექტის შემოთავაზ 3 Fiverr-დან, 1 Upwork-დან რა. შენ სფეროზე შენი ტექსტი გიწყობს ხელს რა. შენი ტექსტი ისეთია, რომ აი ზუსტად კარგად უხდება მას პროექტს რა. და ჩემი ტექსტი მაგალითად რთული და სწრევია რა. იმის მიხედვით რომ ეხლა Upwork-ზე დავსერჩოთ ეხლა. ესე ბევრი პროექტი ნახავ. უმეტესობა ჩემი გამოცდილებით Upwork-ზე რაც არის JavaScript და front-ია. მენაც მინახავს არა? კი და ამ ბოლო დროს AI-ის მიმართულებით არის ძალიან მართლა? რა AI-ის მიმართულებით რა? AI რა. ანუ აგენტები რაღაც, ანუ მეც ვერ ვიგებ. აგენტების გაკეთება? ხო, ანუ მეც ვერ ვიგებ.
ანუ უყურებდი და ანუ მეც არ ვიცოდი რა. მე დროა რომ მეგონი time investment-ი გააკეთო საკუთარი თავის და ლიტერაციები უნდა ისწავლო. ანუ უნდა ისწავლო ჩემს რაღაცები არის მე და თქო დავიწყე სხვათა შორის ბოლო პერიოდში რაღაცების გარჩევა მაგაზე და გვიან ღამე ურეკავთ და ვარჩევთ ხოლმე რა და ჩვენ ანუ ვისი გარჩევა მაგალითად ჩვენ ახლა დავიწყეთ YOLO-ს და PyTorch-ით recognition-ების გაკეთება. ანუ შენ ანუ გამოყენებაზე არ ახარ და იმენა რომ ხო აწყობა თვითონ AI ML მოდელების აწყობა იმიტომ რომ tracking-ი მაგალითად კონკრეტული რაღაც ფრეიმების მე ხდომილებების გამოთვლა რამდენად ზუსტია ეს tracking-ი და ასე შემდეგ რა მაგ კიდე ოპტიმიზაცია არ ვიცი რამდენად გამოგადგებათ არ ვიცი იმიტომ რომ ანუ კონკურენციაში ბევრი იქნება რომელიც full time-ზე არის ხო? ეგ კი ჩვენი პროექტისთვის გვინდა თორე ეს ბაზარზე გასვლისთვის არა მაგრამ აი შევასწავლებ ხა აგენტების და იმას და ანუ რა სახის პროექტები იდება ანუ აგენტის შექმნა თუ გამოყენებადობა თუ ანუ მე ვნახე მაგალითად მქონდა ნახი AI-ით რაღაც არტიკლების შექმნა ვიღაც ტიპი უნდა მზარიყო. კი ბატონო. და ყოველდღე უნდა რაღაც არტიკლები შეექმნა AI-ით. რა სჭირდება ქროხტები. რავი თარგმნაც იყო, ანუ შემხვდა ეგეც, რავი ტექსტის წაკითხვა. AI შექმენი თუ ეგეთიო რომ თუ ანუ არ მოდელები ხო არსებობს და უბრალოდ ეგ მოდელები რო გამოიყენო, რომ ეგ ტასკები გააკეთო რა. ანუ იდეაში ვიღაცა ტიპს ეძებდნენ დროის გამო თვითონ ხო შეიძლება ეს გააკეთო, რავი. კაი, ანუ ისეთი ხალხი არის რომ ან დეველოპერები ხო არ არიან მან. ან ძალიან ვინც კლიენტები ვინც არიან ხო დეველოპერები არ არის უმრავლესობა და დეველოპერი ჭირდებათ რა მაინც ანუ როგორ მან როგორ არის იცი ხა მაგალითად ანუ მე ბოდიში გაწოცნე მან როგორ უნდა გაუწიო კონკურენციას ხო აი მე ვიყენებ ChatGPT-ს 8 წელს ანუ რანაირად უნდა არჩიონ აი ერთადერთი ვარიანტი რაც მე მახსენდება არის ის რომ თუ კი კონკრეტული რაღაც აქვს მოთხოვნაში რომ მაგალითად აი OpenAI-ის API-ისთან მუშაობის გამოცდილება რაღაც ეგეთი რა ანუ ეხლა მაგას ვამბობდი ზუსტად რა რომ ჩემი აზრით ბევრი იქნება ისეთი ტასკი რომელიც პროსტა ინტეგრაციას ითხოვს გინდა OpenAI-ის endpoint-ებს OpenAI-ის endpoint-ებს ან რაღაც სხვა Azure service-ებს AWS service ასე შემდეგ რა ხო და იმის თქმა მინდოდა რომ რაღაც ის რომ კლიენტს ხშირად ეგეთი ისინი არ ჭირდება უმეტესწილად რა რომ custom დატრენინგებული რაღაცა ისა რა იმიტომ რომ ხშირად ლაიბრარიები საკმარისია ხოლმე რა შეგიძლია ჩაუშენო კი მე მქონდა სოციალურ ეგეთი პროექტი გავაკეთე ერთი Upwork-დან სოციალურის მოკლედ კასტომერები წერენ ძალიან ხშირადო რაღაც ერთ იგივე კითხვასო და ჩვენ თანამშრომლები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენო რა რომ პასუხი გასცენო და გვინდა iOS-ზე custom კლავიატურის დაწერაო რომელიცო მესენჯერში მოწერილი მესენჯერში ნებისმიერ ადგილას მოწერილი რაღაც კონტექსტს წაიკითხავდა და იმ კონტექსტის მიხედვით პასუხს დაუბრუნებდა ნუ აუკრიფავდა და მე სენს იუზერი დააჭერდა ნუ ისაკმაოდ ChatGPT-ის API-ს გამოვიყენებდი custom კლავიატურას დავწერეთ იმაზე iOS-ზე და იმუშავა რა. ანუ ეგ არის ხო ანუ ძალიან ისეთი ხო აი ძალიან პრაქტიკული და რაღაც ისეთი იყო და აღარ ხარჯავთ ტიპი typing-ში დროს რა დააგენერებდა პასუხს გაუშვებდა. ისო. და თუ ვიცი რა მინდა გითხო აი ეს Upwork-ი ოკეი რა, მაგრამ აი რადგან remote-ზე უკვე ბევრი წელი ხარ რაც მუშაობ, ხო? აი ჩემი გამოცდილებით მაგალითად დასაწყისში რამოდენიმე წელი ვიყავი ისე რომ office-ში მიწევდა სიარული და იმის მერე უკვე მთელი ჩემი კარიერა remote-ზე ვარ რა. და შენ ხარ კიდე უფრო დიდი ხანი რა და აი საკუთარი workspace-ი რაღაც როგორ გაქვს მოწყობილი, ანუ რამდენად კომფორტულად ვეზნო საერთოდ remote-ად მუშაობაზე. ხო, ანუ მაგაზე რა შეგიძლია რა თქვა, იმიტომ რომ აი ჩვენ გვყავდა ბევრი დეველოპერი, მე მგონი თორნიკემ გითხრა ეგეთი რაღაცა რა, რომ როგორ ახერხებთო remote-ად, როდესაც მუშაობთო კომუნიკაციას, ხო, და office-ში რო სადმე კალენდარში შეხვდები ადამიანს და ყავაზე დაილაპარაკებ ამ ტექნოლოგიებთან. აი remote-ზე ხო ეგაა რა, როცა უბრალოდ შეხვედრას ხარ ჩაუნიშნავ ვიღაცას. ანუ ვერ დაუძმაკაცდებიო რაღაც მაგ სტილში იგულდის ხმა იდეაში თავს თანამშრომლებს. აი შეიძლება გითხრა ამ ყველაფერს. ჯერ workstation-ით დავიწყოთ და მერე გადავყოთ მაგასაც. კაი, ანუ workstation-ით რო დავიწყო, ალბათ თავიდან რა დივანი არის, შენ workstation-ი ხო, რომ თავიდან რო იწყებ დივანი და მაგიდა და ხო და მე ანუ ბავშვიც თუ ყავს, მე რა ვიცი, ცალკე ოთახში უნდა შეიკეტო, მოკლედ, ანუ არ არის რა. ანუ საბოლოოდ ჩემს შემთხვევაში გამოვიდა, რომ რავი, ანუ ცალკებინა გვაქვს ნაყიდი და გვაქვს მოწყობილი ოფისთან, სადაც ცხოვრობთ, იქვე მეორე კორპუსში გვაქვს.
და ანუ მე ჩემი ოთახი მაქვს, ჩემ მეუღლეს რავი თავისი ის და მან თავის კომპანია აქვს რა და ანუ ვართ რა. ჩემი ოთახი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი, რავი ან ესეთი სიმაღლის რეგულირებადი სკამი. მახსოვს შერავაწყობდი, რაც მე და შენ ჩათავდით რაღაცებს. ხო, ვითების გასვლა გამოსვლა. ხო. თეთრი მაგიდა ხო? ანუ დაახლოებით ეს შენც ის გახო. ასაწევი ხო? ხო, ქართული კომპანია რო ერგოსკა. ხო, მეც იგამო. ოღონდ ამ ფერში. ხო, რაღაც ეგეთი არის. და საკმაოდ კარგად მუშაობს. მე 3 წელია მაქვს და რავი, ძალიან გამოფილი ვარ. არის ძალიან კაი, ხო. Standing desk-ი overrated-ია შენი აზრით თუ აი პროსტა 1-2-ჯერ აწევდა, იმის მერე მაინც ზიხარა. ანუ მე რაც მომეწონა ყველას მეტად, ანუ რაღაც პერიოდი იყო რა, სადღაც 5 თვე გავქაჩე, რომ ანუ ის ვიყიდე. რა ქვია, რომ დადიხარ, walking pad-ი რა. treadmill. ხო, treadmill-ი. ვიყიდე დავდიოდი ძალიან მშვენივრად მუშაობდი და რავი, ანუ ძალიან ის ხალისიანად გძნობდი თავს, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია, როცა კოლები გაქვს ხშირად რა და მაგის მერე ანუ მაგ პერიოდში დავიწყე უკვე მუშაობა ამ კომპანიაშიც და ყოველ დღე კოლი, ხანდახან დღეში 2-ჯერ და მოუხერხებელია გახსენი მოუხერხებელი. მაგრამ ზოგადად ეგ ძალიან მომეწონა ეგ ესეთ ტორვალცი რო დადის აქვს ნახე. ამოვანათოთ. მე მაქვს ნახე. ერთი კლავიატურა გდია, პატარა მონიტორი და აი აქედან პაჩაუ Linux-ის kernels. აი ის Linux ტორვალცის იმას იძახ. Office-ში შედის. როგორ არა. Office-ში შედის ტიპი და საიდან მუშაობო რა და treadmill-ი დევს, ერთი კლავიატურა დევს, რაღაცა მონიტორი, ჩვენ რაღაცა 7 მონიტორი და რაღაც გონიო kernel-ის Linux ტორვალცი. აქედან პაჩაუ. ანუ რა, ანუ მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგ დროს უფრო ფოკუსირებული ვიყავი ხოლმე, ვიდრე ვთქვათ ასე რომ მუშაობ და ორი ეკრანი ხანდახან გამირბის რა ყურა. მე სხვათა შორის ეხა 3 წელია მქონდა ორი ეკრანი, ხან ვერტიკალურად, ხან მეორე, ხან ჰორიზონტალურად, რავი რა არ ვცადე და ეხა შევკვეცე ერთ ეკრანზე დავედი, უბრალოდ მარჯვნივ მაქვს ლეპტოპი. ხო. ადრე ლეპტოპს მალავდა ვაფშე ანუ სადაც უკან მქონდა ჩასდების ლეპტოპს არ ვცვარ ჩენი ხომ მონიტორი მქონდა და ეხა ეგ უფრო მომწონს. და სხვათა შორის თავის ან თვალების გამოშვებას და თავის ტკივილიც საგრძნობლად შემცირდა, იმიტომ რომ ორი დიდი განათება რო არ მაქვს. კი, მეც ეგ გამოცდილება მაქვს, უბრალოდ მე არ შემცირებია, ისე ორი ეკრანი მაქვს და მაგრამ თავიდან ძალიან გამიჭირდა იცი რატო შემცირება, იმიტომ რომ მარჯვნივ ხსნიდი ხოლმე თუ რამე Slack-ი იყო, ან რამე საკომუნიკაციო ყოველთვის ხსნიდი მარჯვნივ ხოლმე რა. აქ მუშაობდი ხოლმე თუ ვიმე რამეს წერდა, აქ მქონდა მე window manager-ს ვიყენებ. და თვითონ partition-ებს თვითონ ანაწილებს, სადაც რა წაიღოს. და მარჯვნივ მქონდა ჩალაგებული ყველა და ესე სულ ეს მქონდა ხოლმე დამოღამებული, რომ აქეთ ვიყურებოდი, ვამოწევდი მომწერეს თუ არა. ეხლა რა გაღარ მაქვს. ეხლა მივეჩვი, მაგრამ თავიდან მქონდა ხოლმე, რომ გამეპარებოდა ხოლმე თავი მაინც რა. მაგრამ მე ერთზე დავედი. მე მაგალითად ორი მაგიდა მაქვს ესე გვერდი იმიტყუპებული და აქეთ Windows-ი მაქვს, აქეთ Mac-ი მაქვს რა და ანუ მაგრამ შენ Mac-ზე რომ მუშაობ, ეკრანზე არ გაგაშერებული? არ მჭირდება. რა სიძახი. ხო, არა, არ მჭირდება. მოც რას გულისხმობ? ანუ მაგალითად მაქვს ლეპტოპზე მუშაობ რა პირდაპირ ანუ ყოველგვარი ეკრანის გაჩიარების დროს. ანუ მაგ full time სამსხურში ხა სადაც ხარ, იქ ხოლმე მაგის მუშაობ. ანუ მონიტორს არ იყენებ სამუშაოდ? მხოლოდ როდესაც რაღაც აი data grid-ზე როდესაც მჭირდება რაღაცები იქით დიდ ეკრანზე, მაშინ იცი რომ ეგრე დროთა განმავლობაში თვალებზეც პრობლემა შეიქმნება და კისერზეც, იმიტომ რომ დარწმუნებული შენ ესე მუშაობ, ხო? კი, ან Vision Pro-ში. ან Vision Pro-ში. ანუ ასე მოკლებელი არის რა ლეპტოპების. მე მაინც გონია რომ ლეპტოპში მე ვერ full time ესე სულ მე მიყვარს ხოლმე ლეპტოპში რაღაცების კეთება, ოღონდ ესე დიდი ანუ long works ვედი ლეპტოპში რო ვაკეთებ. შანსია. ვიკარგი ანუ მეძაბება რა ის რა. მithumet შენ რამდენი ჩიანი გაქვს? როგორ? რამდენი ჩიანი გაქვს ლეპტოპი? 16. ანუ 16-ში კიდე ოკეია რა. მე 14 რომ აქვს, 14-ში მიჭირს. იმიტომ რომ ტერმინალიც რო გავხსნა უკვე ისე პატარავდება სივრცე რომ ამიტომ workspace-ებს ვიყენებ მე ძალიან ისე რა. ხშირად. ანუ სულ მაქვს აი ხა მე 4 workspace-ი მაქვს რა და სულ workspace-ებზე ვანაწილებ ყველაფერს. რომ ერთი space-ი არ დაიკავოს, თორემ ბევრია რა. არა, კოდის წერა, როდესაც მიწევს Windows-ზე ხოლმე მე ხა მაგალითად მუშაობ რაღაც პატარა library-ზე, რომელიც სხვა გზა არ მაქვს, იქით უნდა ვწერო რა, იმიტომ რომ Mac-ზე
Mac-ის პორტირებას წერ Windows-ის ვერსიას. Mac-ზე ვაპორტირებ Windows-ის ვერსიას რა, ესე რომ თქვა C# რაღაცა იმასე რა და მაგაზე როდესაც ჭირდება ხოლმე Mac შემთხვევაში იქ ვწერო რომ შენ რაც თქვი რომ წინ მაქვს კოდი, მე მაგას არ ვშვები. მე კოდი გვერდზე მაქვს დიდ ეკრანზე. ანუ ესე რა და ესე წერ? ხო, აი ეგრე ზუსტად. არა ძმო. რთულია. სხვა რა გაქვს ისეთი key insight-ი workstation-ის, აი რაც ყველაზე მეტად მოგწონს. მე მახსოვს ხოლმე რომ ეგეთი მე მაშინ პატარა ვიყავი, არ გიცნობდი და მახსოვს რომ iPad-ის იმაზე ამბობდი ხოლმე ძალიან იმას, რომ ძალიან მეხმარება კლიენტების დასანახათო რა, ანუ როდესაც რაღაცებს უხსნი. აი iPad ეგ მეც ვიფიქრე რა. არა, iPad-ზე ეგ არ მახსოვს ეგეთი, ანუ თავიდან iPad-ს ვიყენებდი როგორც მეორე ეკრანს, მაგრამ ძალიან დიდი delay აქვს, ანუ კაბელოთ როცა იყენებს, გადავყარებ ფული ტყუილად მაგაში და რავი არა. ან მადგებოდა იმას, ანუ ხშირად ხელს NDA-ზე გიწევს ხოლმე ხელის მოწერა და ელექტრონულად რომ არა ახლა ეგეთ DocuSign-ი არსებობს სადავსო. და აი ანუ ჩარტების მოკაფებს როგორ აჩვენებ ხოლმე? მე მეგონა რომ ხელით რაღაცა ჩარტ მაგას აკეთებდი. ანუ არა iPad-ს აღარ ვიყენებ საერთოდ, მაგრამ ეგ ხატვა ზოგადად ძალიან გამოსადეგია ქოლების დროს რომ რაღაცები აუხსნე რა რომ მონიშნე და რაღაცები. ანუ რაღაც აპლიკაცია მაქვს მაგისთვის და შეგიძლია ეკრანს ანუ shift-ს აჭერ და ეკრანზე ხატვას იწყებ რა. ეგ ძალიან მოსახერხებელია, ძალიან ლურჯერ გამომადგა რა. და მოკაფებს ანუ როგორც ასეთ მოკაფები მე არ მოსწონს, ამ დიზაინს სხვა აკეთებს, მე ვბილდავ რა. და live links უგზავნი, რომელსაც update GitHub page-ზე მაქვს ზოგადად. კი ბატონო. ანუ მე GitHub-ს ვფუშავ, ანუ ის ხედავს რა. ხო. კი ბატონო. Okay. კიდე გაქვს რამე insight-ი workstation-ებში, ვისაც ეხლა მაგალითად ჩვენ Discord channel-ში ძალიან პოპულარული channel-ია workstation-ები რა. რამე ისეთი insight-ი ხო არ გაქვს. მე მაქვს insight-ი რომ ფული არ დაენოს არავის კარგი კლავიატურაში. შენ რა იყენებ? ანუ არ ვჩვენებ Magic Keyboard. ხო, Magic Keyboard-ი ძალიან კაია. მე ძალიან მიყვარს Magic Keyboard. Magic Keyboard-ი მეც დღეს მაგალითად დღეს სამუშაოდ მის მექანიკური გადავოდე და Magic Keyboard დავიდე, იმიტომ რომ ხან ბეზდება ხოლმე რა ის და Magic Keyboard ძალიან მომწონს, და ძალიან პრაქტიკულია. აუ მაგას რაღაც გამახსენდა ახსასაცილო რა. აი მეორე კურსზე, ანუ ჰაკათონის პერიოდში რაღაცები რო იყო, ანუ ლეპტოპი გავიფუჭდა, რაღაც 600 ლარიანი ლეპტოპი მქონდა, ანუ ფულიც არ მქონდა, გავიფუჭდა კლავიატურა რა. და ვიყიდე რაღაც 10 ლარიანი კლავიატურა, რომელიც კარგად გამოიყურებოდა და ანუ ჰაკათონს რო ვარ, წავიღე ანუ ხო ლეპტოპი წავიღე და ისიც კაბელიანი რაღაც ჯართი იყო რა. და ვწერე ეგრე და რავი ხალხი მოდის და რა მაგარი კლავიატურა და ეგეთ რაღაცა. 10 ლარიანი. მე კიდე ფული არ მაქვს რო გავაკეთე. ყველას გონია რაღაცა high class კლავიატურა. ეგ რომელიც 1.215 ხო? ანუ ეს არის 13 წელი რაღაც. მე მაგალითად 12 წელი მქონდა ზუსტად ერთი კლავიატურა. და ეხლა ვაკიდინე რაღაცა. ეხლა ვაკიდინე. არა, ჯერ ის მოყიდე, რატომ მაყიდინე? მაშ თამაშობდი და რაღაცა მოკვდა რა თამაში და უცებ ხმა იმისთვის ბა და ვაიმეო space ვერ ფოლო space ამოვაგდო და კლავიატურა და წავედით ხა მეორე დღეს უნდა იყიდოს კლავიატურა და ანუ ეხა ამ ფოტოშოპის ეხა თვითონ თავის თავს გამოსცადა რა და წავედით და ვიყიდეთ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული GMK Pro არის მექანიკურ კლავიატურაში ერთ-ერთი ძალიან ისეთი high class კლავიატურაა და ეგ ვიყიდეთ რა და როგორც კი პირველი დღე სახში რომ მიიტანა თუ არა და რომ აკრიფა მიხვდა რომ ხო აი რას ნიშნავს განსხვავებული არა მე მქონდა იმ პერიოდში ძალიან სერიოზული იყო ეგ რაც მქონდა CM-Stone Quickfire Rapid TK და იყო წითელ red switch-ებზე Cherry MX-ებზე რა ხო და მან ნუ თავის დროზე კარგი იყო და ძალიან ის მეგონა რომ მაინც კარგი კლავიატურაზე ვიჯექი მიუხედავად ამისა, მაგრამ აი რომ გადავედი ხარისხიანზე ხო მიუხედავად თურმე MX switch-ები რა. MX switch-ები რასაც აქვს, ეგ ყველაზე უხარისხოა ანუ გეიმინგისთვისაც? კი, MX switch-ი ზოგადად MX-ი არის, აი პირველად რომ მექანიკა Redragon-ები რო გამოვიდა სუპირველად, MX switch-ები ქონა მაგათი. და მაქედან არის MX-ი არის, აი ყველაზე იაფიანი switch-ები რა. მაგრამ სხვათა შორის მაგასაც თუ დალუბავ მაინც მაგარი ხო საინტერესო თემაზე გადავიდეთ ჰობი თუ გაქვს რამე პროგრამირების გარდა ძალიან ბევრი ანუ ხატვა ველოსიპედზე არული
FPV დრონები. FPV დრონი საინტერესოა. მან 3D პრინტინგი. კაი. ანუ აღარ მაქვს რომ მაგდენ ჰობისთვის და ახლა მიგდება. მაგრამ ძალიან მაგარია ეს ჰობის. მე მაგრამ აი კოვიდის დროს მქონდა მე ჰობების აღზევების პერიოდი, აი კლავიატურებში მაშინ გადავარდი და რამდენ კლავიატურას ყიდულობდი, ვაწყობდი. სახში მქონდა ერთი მაგიდა, სადაც მქონდა დაშლილი კლავიატურები და ხარას ავაწყობდი კიკაპები, სვიჩები. ხა ჩემ ზალაში რო შეხვიდე 5 მაქვს ერთი სავსე გავსებულია იმათ 2020 შეასწავლები. ეხა მეც არ მოვიდა ინტრო. FPV დრონებზე ანუ თვითონ ტექნიკური ტიპი რადგან ხარ მაგითო დაინტერესდი თუ თვითონ ფრენები მოგწონს. მექანიკური არ შენი დაწყობილი გაქვს თუ ჩემი დაშლილი მაქვს. არა რას გულისხმობ აი მე როგორც ვიცი ეგ FPV დრონები უფრო ცალკე ყიდულობენ ფრთას, ცალკე ყიდულობენ იმას და ამას რა. ან ჯობია რომ იყიდო და დაშალო და აწყვი იცი რომ უეჭველი აიწყობა. თუ არა ისე ან ბევრი რაღაცა არის ჯერ ელემენტი მე პროპელერი უნდა შეესაბამებოდეს ელემენტს იმას ამასთან მოკლედ ჯერ თავიდან ფრენა უნდა ისწავლო ან რთული რო ესწავლო ფრენას სიმულატორში ხო და რამდენად გავს სიმულაცია ოღონ ჯოისტიკი უნდა გქონდეს როგორც ხო ან პირველ რიგში ან ხო ჯოისტიკი და PlayStation ჯოისტიკი დვერიზო ხო კი ან ზოგი აპლიკაცია არის იმით მაგრამ ან ვაფშე გამოცდილება სხვანაირია რა მაგრამ ხო იყიდ ჯოისტიკს რა $70 ეგრეს ყველაზე იაფი რომელიც გამოგადგება ან კაი ის არის რა და უკვე უკავშირდები Bluetooth-თან შეგიძლია ტელეფონშიც კი შეგიძლია ან ძალიან მშვენიერია 1-2 თვე გჭირდება რომ ისწავლო მართვა მე რამ პატარა დრონი უნდა იყიდო და მე უკვე გადახვალ დიდებს და ანუ მან მთელი თემა ის არის რომ იკეთებ VR-ს თორეს აუცილებელი არა ხო ანუ მაგრამ მთელი მუღამი რა რომ აქ გქონდეს ყველაფერი აბა ეკრანზე გაქვს მაგის გარდა როგორ ეკრანზე შეგიძლია ანუ ხო მაგრამ მაგის მუღამი ხო იგაა რომ ეგრე ხო ჩაობუ დრონით შეგიძლია ხო ან მუღამი არის მაგრამ ხო ანუ არ არის რა აუცილებელი მე ეგრე ვუყურებ რომ ეგ ჩვენი ჩაობუ დრონით შეგიძლია ამას უყურებ მე მაგის მუღამს უჭერ იმას რომ აქ ვუყურებ ლაივში სადაც თიდა რომ გადაფრენ რაღაც ფილინგი გეხ რომ შენ თვითონ დაფრინავ რა პირველი ექსპერიენსები როგორი გქონდა? ანუ მანდ არის ორი, ანალოგი და ციფრული. ანალოგს უყურებ, ან ძალიან ძველი ტელევიზორები რო ყოლფუჯი, აი ეგეთი გამოსახულება არის რა. ციფრული? ციფრული კაი გამოსახულება. უბრალოდ ის რასაც იღებს, ანუ შენ რო თქვა ვიდეოებს უყურებ YouTube-ზე, ზუსტად ეგეთი არ არის. აი ეგეთი არის. არ ცოტა უხარისხო არის. მაგრამ ციფრული მაინც კაი არის რა. და თვითონ რაღაცა პირველად მაგ ფრენის ფილინგი როგორი იყო ანუ? სტრესი. რო არ დაინტროე. ხო, უეჭველი დაინტროე და რაღაც პანიკა. საინტერესოა. ერთხელ უნდა დაამტრიო, უეჭველი. ხო, 10 ჯერ. და ის რადიუსი რამ ხარ? გააჩნია, ანუ მანდ არის სიმძლავრეს დამოკიდებული. ანუ ჯერ გააჩნია ანუ ორნაირი ის არის რა, რადიუსი. არის ვიდეო გამოსახულების რადიუსი და არის პულტით რომ უკავშირდები, ანუ პულტით მართავ დრონს და დრონიდან მოგდის გამოსახულება რა. და ანუ ორივე გჭირდება იმისთვის, ხო? ან შეიძლება ვიდეო დაეკარგოს და პულტი მართო. ან ეგეც რადიუსში იძლევა. ხო და ორივე არის დამოკიდებული სიმძლავრეზე, რამდენ მეგავატს იყენებ რა. ან ძირითადად ციფრულზე იყენებენ DJI-ის სისტემას, ანუ და დაახლოებით 10-12 კილომეტრი აქვს ის. მაგრამ როგორც წესი, რავი, 2-3 კილომეტრზე ალბათ ელემენტი დაგიჯდება. და თან ისეთია რომ ან თუ დაიკარგა GPS-ი დიდ დრონებს აქვს მარტო პატარა დრონებს არა აქვს. ხო შეგიძლია რამე ჩაუყენო მაგალითად. მე მაგალითად დავაფრინე ერთი პატარა დრონი, მაინტერესებდა რომ ხელაზე აფრინდებოდა, აფრინდა 1 კილომეტრით, მაგრამ ვეღარ დავაფრინე. ვეღარ ვიპოვე ჩემი თავის და. ხო, მაგრამ ეგ შეგიძლია AirTag-ი რომ მიაბა, ასე მე AirTag-ები. ხო, ეგ ვარიანტია, ეგ ვიფიქრე. და iPhone ტიპოვი რა. მაგრამ იმ 25 გრამიან დრონზე ვერ მოსკენ. მაინც ბევრი ხო 25 გრამიანისთვის ბევრი იქნება ის. 25 გრამი ძალიან პატარა, ძალიან საყვარელი დრონი. და დაკარგე. დავკარგე, მაგრამ ვიყიდე ხალი. 1 კილომეტრი სიმაღლეში საკმაოდ. ანუ შეზღუდვა არ აქვს. FPV დრონებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ანუ სტრაფი იქნება. ხელოვნური შეზღუდვა. სტრაფ გააჩნია პატარა დრონები, ბევრი მიმართულება არის რა. ხო, დიდები ახლა უფრო სტრაფია. ბატონო, ხო, პრობია. აი, დაუბრუნდეთ ჩვენს ჰობებიდან დაუბრუნდეთ ჩვენს თემაში. დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს ვინც ნახავს,
გაუჩნდება სურვილი ხა მაგალითად რომ აი როგორ უნდა რატომ მაგალითად data ვიზუალიზაცია რა არის მაგალითად ყველა ვიცით ხა ყველას თავის ტექსტში აქვს სიტყვაზე პასუხი კითხვაზე რატო თამაშებში რატო იმიტომ რომ გასართობია რატო data ვიზუალიზაცია რა მოგწონს მაგალითად შენს საქმიანობაში რატო აირჩიე სტეკი რატო არა მაგალითად კლასიკური რაღაცა full stack engineering მე ისეთი მიმართულება რომ ფაქტობრივად ყველაფერი გიწევს ამ შემთხვევაში მე ვარ front-end developer-ი, medium front-end developer-ი plus data visualization-ის ცოდნა რა ეგეთი რაღაც მაქვს. ჩემი საქმიანობის 80-90% არის ჩვეულებრივი front-end-ის კოდის წერა რა. მაგრამ ის 10% არის ცოტა ისეთი რთული ვიზუალიზაციების წერა. საინტერესო არის. ბაზასთან ინტერაქცია გააქვს როგორც წესი არის. იმიტომ რომ როგორც რატო გეკითხებით ამას data ვიზუალიზაცია ჩემთვის რატომღაც პირველ გაგებაზე ტერმინი ნიშნავს იმას რომ თითქოს ბაზის მონაცემებთვის რაღაც მანიპულაციას აკეთებ რა და აი ეგ ნაწილი თუ შეგიძლია ამიხსნა რომ აი თუ კი ბაზასთან არ გაქვს შეხება რას მოიცავს data-ს ვიზუალიზაცია ვიზუალიზაცია ანუ ის data საიდანაც ხომ მოდის და ხო მაგრამ იმ მანიპულაციას გჭირდება ვიზუალიზაცია არის რომ არსებობს აჩვენებ იდეაში შენ მუტაციას არ აკეთებ ანუ შენ ფაქტობრივად უბრალოდ გაქვს რაღაც endpoint-ები რომელიც გიბმულებენ რაღაც data-ს JSON-ი იქნება ეს თუ რაიმე სხვა აქ მაგას მნიშვნელობა და იმის მანიპულაციას ახდენ უკვე ფრონტზე ხო ხო ანუ ბევრი შემთხვევა მქონია რომ უთქვამთ რომ თქვა backend-ის ნაწილი შეეთავსო ანუ მიუხედავად იმისა რომ ვიცი არ მინდა მინდა რომ დავrჩი ჩემი რაღაც დომეინის გარშემო და მაგაზე ვაკეთებ რა და როგორც წესი ბაზიდან data მოდის, რავი API-ის, რომელსაც მე არ ვაკეთებ, სხვა აკეთებს და ვიწერ რა, ჩვეულებრივ API-დან ან JSON data მოდის, ან CSV data, უფრო ისეთი კომპაქტური არის რა. და რავი, ძირითადად ეგეთი ფაქტობრივად სტატიკური სახით, ან API-დან API-ის ვერთები და ისე. და მუტაციას თუ აკეთებ ლოკალურად. ხო. მაგი უწერანი rules მუტაციას არ აკეთებ, მეთქი ანუ ბაზაში არ ვცვლი. ხანდახან ან მე არ ვცვლი უბრალოდ რაღაც API-ს ვუწევ შენზე ხო გასაგები და რატომ მაინც და რა არის გასართობი მანდან რა მოგწონს ან ძალიან ვიზუალურად რავი ან ძალიან რაღაც არ რო უყურებ ახ მაგალითად ცოტა ეს ვიზუალურ რაღაცას უკვე ხვდები როგორ უნდა დავშალო ანუ როგორ უნდა გააკეთო ანუ ისეთი შეგრძნება აღარ მაქვს რომ ეს რა არის როგორ გააკეთა ამას რა გააკეთებს ეგეთ რაღაცები ანუ უკვე ხვდები რისგან შედგება რა ნაწილია და ანუ ის არის რა კოდი მონაცემები რავი ანუ დეველოპმენტი ყველაფერი არის ერთმანეთთან გადაჭაჭული თან გიწევს ძირითადად ისეთ ანუ C-level ტიპებთან გიწევს კომუნიკაცია და ეგეთ რაღაცები, იმიტომ რომ იმათ უფრო აინტერესებს ეგეთი ისინი რა. და თან დღევანდელ სამყაროში იმდენად ყველგან არის data მიმოფანტული, რომ რაღაცნაირად მისი დახარისხება და ვიზუალურად ჩვენება მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ზოგადად მე ძალიან მომწონს ხოლმე, როცა არ მიწევს ბევრის კითხვა რაღაცაზე. ვიზუალურად თუ ვიზუალიზაცია თუ კაი აქვს data-ს, ისე შემიძლია ვიზუალიზაციით გავიგო ყველაფერი, ვიდრე რაღაც სტატია წავიკითხო ამის რაღაც ინსაიტებზე რა. ხო, ანუ გააჩნია მანდაც რავი ბევრი ისეთია. შეიძლება ვიზუალიზაცია ესეთი იყოს მოგატყუოს. ანუ ეგეთი ან ძალიან ბევრი იყენებს, რომ ან მანიპულაციისთვის იყენებენ რა შეიძლება რაღაც data-დან რაღაც ნაწილი აიღონ ის გაჩვენონ და რომ მთლიანი სურათი არ გაჩვენონ რა ან ძალიან ხშირად გამოიყენება რაღაც თავისი იდეის პოპულარიზაციისთვის და ამ შემდეგ რა ოკეი გასაგები და ბაზარზე რა ხდება მაგ მხრივ ეხა მაგალითად დამწყება რომ ეხლა ვიღაცამ გადაწყვიტოს ნუ მაგაზე მე გადავალ მაგრამ ჯერ ვთქვათ ბაზარზე რა ხდება ანუ ამ მხრივ ცალკე სფერო არის მოთხოვნა ყველგან იქნება ბანკებში ან data სადაც არის რეპორტებს სადაც არის საჭირო ასე თუ ისე მონაცემთა ვიზუალიზაციასთან გიწევს შეხება ან Excel-ის ჩარტები მონაცემთა ვიზუალიზაცია არის როგორც წესი იყენებენ რაღაც dedicated software-ს Power BI Tableau და კიდე რაღაცეები რა ან ჩემ შემთხვევაში ის გამოვიდა რომ ანუ დეველოპმენტი ვიცი, რავი JavaScript-ი ვიცი, საკმაოდ ღრმა დონეზე და პლუს ამას ვიცი S3-ის ბიბლიოთეკა და ანუ უფრო custom რაღაცების კეთება შეგიძლია რა, რომლითაც აი მაგალითად
ან ჩემ შემთხვევაში ძირითადად ან რაღაც სტარტაპები მოდიან, რომლებთაც უნდათ რომ ანუ თავიანთი პროდუქტის ვაუ ეფექტი რომ მიიღონ პოტენციურ დამფინანსებლებთან და ეგეთ რაღაცები რა. ხო და გაჩნივის მიხედვით რა სფეროს ირჩევ, ან მაგალითად თუ Power BI-ს ირჩევ, რა ჩემი ის არ გამოგადგება მე არჩევებსაც მოგცემ რა. მაგრამ ასე თუ ისე რაღაც ეტაპზე გიწევ შეხება, რაღაც custom რაღაცები გჭირდება და მაგ დროს ხდება ხოლმე გადაკვეთა. Power BI-ში თუ დაგჭირდა custom რაღაცები, უკვე დესამია საჭირო. ოკეი, კი ბატონო. და ვიზუალიზაცია ეხლა მაგალითად საიდან უნდა დაიწყოს დამწყებმა? რამის სწავლა რომ დესამი Power BI. Power BI აი შეიძლება ხა მაგალითად. კაი, ამ დესამი დესამი ხო პროსტა უბრალოდ დესამი ნახო არ დაიწყეს ანუ ხო დეველოპმენტის JavaScript-ის ცოდნა საჭიროა და შემდეგ არის რაღაც ციგნი რომელიც დამოვიწყდა სახელი ძალიან ხანია და ამოვანათით ხო ანუ საკმაოდ ძველია მაგრამ როგორც ასეთ მარტივი გზა არ არსებობს და საწყობად რა უნდა მიეთმოედო ყველაფერს და პროექტები უნდა კონდეს და თან მოდის რა ხო, მაგრამ ხო შეიძლება მაგალითად პროექტები რო არ ქონდეს თავიდან, რა პროექტ აი მაგალითად რა პროექტებს ურჩევდი დამწყებს, რომ მაგალითად აი თვითონ თავის პონჩი სახში გააკეთოს პროექტი და GitHub-ზე დადოს რა, რომ სამომავლოდ პოტენციურ დამსახურებებს wow ეფექტი გაუკეთოს, რომ აი რა მაგ გაკეთებული. რთული არ ვერ მიიღებ wow ეფექტს თუ ცოტა სიღრმეში არ გეცოდინა რა. არა, ჯუნიორს ხო შეუულია რაღაც აჩვენოს, აი ეს მაგ გაკეთებული. შენთან რომ მოვიდეს ხა ჯუნიორი რა, ხა რას გიკითხები? შენ რო გჭირდება ხა ჯუნიორი. ანუ ჩემი აზრით ჯუნიორი ვერ გააკეთებს ეგეთ რაღაცას. ძალიან ანუ ვერ დაიწყებს ჯუნიორი დესამი. დაიწყებს უბრალოდ ექნება რაღაც მარტივი პროექტები, უბრალოდ ისეთ wow ეფექტს. არა, wow ეფექტს ნახე რას ვამბობ, შეხედე ჯუნიორმა რაც გაიგეთოს რა, ჯუნიორებს შორის ხო არის კიდევ პატარა wow ეფექტი, რომ აი 10 ჯუნიორმა მოგცა პროექტი და ერთს რაღაცა კონდეს. მე რას ვამბობ ხა, რა პროექტი შეგიძლია უთხრა მაგათად რა შენ რო იყო ხა დამსაქმებელი და ყავდეს ჯუნიორები. და თხოვდან ამოწმებდი მათ GitHub-ებს რა. როგორი პროექტების ვარიაცია მოგეწონებოდა რომ კონდეთ პორტფოლიოში რა. ხო, მანდაც ხო რა პროექტების რაღაც განსხვავება ხო არის რა. ხო, ანუ მე მაგალითად რას გავაკეთებდი არიან ძალიან რო აიღო ერთი რაღაც დეშბორდის დიზაინები რო მოძებნო და რო ნახო რავი საინტერესო რაღაცები და ეგ რო გააკეთო. ეგ უკვე მარტივი რაღაცები. ხო. ცოტა რთულია მარტივ რაღაცებში უკვე wow ეფექტის მიღება, მაგრამ ხო დასაწყისად ხო ივარგებს. კი. ანუ დეშბორდი, ანუ რა უკვე არსებული დეშბორდები ნახო, ხო, ან დრიბლზე თქვა, ან ლამაზი ესეთი ლაიბრარიები ხო არის მაგისი უკვე, ხო. ლაიბრარიები ბევრი არის, კი. ანუ დესამი ხო არის low level, გარდა მაგისა არის ბევრი ესეთი რაღაც მზა ჩარტებს რო გთავაზობს. ხო, ან chart.js მაგალითად და high chart-ი უფრო ესეთი კარგი საინტერესო ჩამოყალიბებული რა. მაგრამ თუ გჭირდება custom-ი, რავი, დესამის იქეთ ვერ გაცდები, ხო. ანუ ხო, მარტო დახატო კი არ არის ინტერაქციებიც, აქ დრაგი, დროპი, პანი, ან ბევრი ისენი აქვს რა behavior. და მე ვიცი რომ ასევე შენ გაქვს GitHub-ზე რა ქვია შენ მას? დესამი org chart ქვია. GitHub-ზე აქვს ძალიან წარმატებული რეპოზიტორი. ხო. და ამაზე მოგვიყევი 1000-ის თარი გაქვს 357 fork-ი 17-ში 122 issue 4 გამზადებული pull request-ი. 122 open issue-ი. closed-ზე არის ამდენია, მაგრამ closed-ი 293 closed issue. თან ძირითადად სულ სხვა ხალხის ანუ ვიღაც ტიპების გახსნილი issue-ებია. ამაზე მოგვიყევი რას აკეთებს? რამდენად ხშირად უბლი თვითონ libraries და აი თუ ითვალისწინებთ თუნდაც in open issue-ებს და და სპონსორები თავს. სპონსორები არ ამყავს. ანუ ხანდახან ვიღაც $5 ან $10 კონტრიბუციას $100 გააკეთა. ანუ ეს იყო ანუ Upworks-ი მაგ
რაღაც 100-ზე მეტი პროექტი გაკეთებული. ამ 100 პროექტიდან რაღაც 10 იყო org chart-ი ჭირდებოდათ. საბოლოოდ ან ისე აღმოჩნდა, რომ ან მეთქი, რავი, შევკრავ ჩემთვის რაღაც scripts, აღარ მომწევს თავიდან რაღაცების გაკეთება და მივეც ისეთ სახე, რომ ხალხსაც შეიძლება გამოეყენებინა. ავიღინება რთვა, ან ერთ-ერთ კლიენტისგან ავიღინება რთვა, რომ ანუ დავდებდი open source-ად, თვითონაც რაღაც open source პროექტს აკეთებდნენ და რავი დავდე და 1-2 სტატია დავწერე, რაღაც სადღაც გავაზიარე და რავი მაგის შემდეგ დაიწყო. ეს იყო პირველი ვერსია და შემდეგ ანუ აპდეიტებს ვაკეთებდი იმის მიხედვით, ახალი პროექტი რომ მოდიოდა, რა ფიჩერების დამატება უნდათ რა. ვიღებდი ამ კონკრეტულ ფიჩერს და ვამატებდი. და ასე გაგწევდა. და ეს ხალხი მე თავისით ანუ თავიდან მოგიწია ამ სტატიების დაწერა თუ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ეს ანუ რო დასერჩო ახლა ამაზე უკეთეს org chart-ს ვერ ნახავ ამაზე უკეთეს org chart-ს რა ბენეფიტები მოქცა ამ რავი ან პროექტები რა ახალი მაგას ვამბობ ანუ სადღაც 20 ხალხი მოვიდა ხან კლიენტები მოდიან კი 20 და უფრო ადვილია ახალი აი მაგალითად ახლაც ერთ-ერთ პროექტს რო ვაკეთებ ანუ org chart-ს არა მაგ ბენეფიტზე არ მithქვი აი სოციალური ბენეფიტი რამე თუ მოგცა რა აი ხალხმა თუ გაგიცნო და თუ მოვიდნენ ვიღაცები მარტო ამიტომ რომ აი org chart-ის კრეატორი არა მაგას ფოტო შორის გიორგი მითხრა დავაკიშვილმა დია იმაში რა ქვია ერთ-ერთ ეპიზოდში რა კრუპკოდოს თუმრად რომ ყველაზე კარგი ის მაინც საერთო ჯამში არის ის რომ მეტი გააპიარ და მარკეტინგის გარეშე ეგ ამბავი არ ხდება რა რომ რაღაც თუ არ მიწერ ვიღაცებს და სადღაც ფორუმებზე თუ არ დაპოსტავ ხო მაგრამ მაგას წერი ვერ იტყვი რა იმიტომ რომ ეხა გიოს მაგალითად ჩემს დომეინში 1000 თარზე რო ახვიდე ძალიან რთულია ანუ დო ძალიან მოკლე კომუნიტი პატარა და ხა ესეც data visualization-ის ჩემი აზრით 1000-ის დარი არ არის ცოტა პატარა ციფრი რა. ეხლა რო ავიღოთ JavaScript-ის framework-ები, იქ 1000-ის დარი ცოტა ალბათ. იმიტომ რომ ანუ თითქმის ყველა ეს პოპულარ JavaScript toolsets 80000-ის 90000. Swift-ზე და iOS-ზე მაგათაც ვერ ნახავ libraries, რომელსაც აქვს 80000. просто არ არის ფიზიკურად. არის 18-30 არის ტოპი რა. ყველაზე დასტარული რამე library არის ეგეთი? ყველაზე დასტარული მახსოვს. რაღაც საინტერესო რამდენია მაქსიმუმი აი რაღაც. Free code camp-ი არის მე მგონი, ჩემთვის ეგ იყო მე მგონი. ხო. მე ძამ GitHub ranking-ი არის აქ და ნახოთ კი free code camp-ი არის. ამოვანასაც მე რა. რამდენია? Free code camp-ი არის 416214. მაგრამ ეს ხა ამას ვერ დავარქმევ library ხო არ არის ეს არის რაღაც public ან ეს პროექტი ვერ დავარქმევ ამას რა არა პროექტიც არა პროექტიც ხო ანუ მაკედონი იბილდება ხო ეს საიტი რაც არის სულ ანუ პირველი ხა რაც არის ტოპში თითქმის ყველა არის ეგ და იმად system design primer ეგ ალბათ system design-ები წერია და რაც მაგალითები ხო აი learn how to design large scale systems ანუ რაც გამო პრაქტიკული რაღაცები არ არის. ცოტა იქთან ჩამოხვიდა. ძალიან ბევრი ლისტი არის, უბრალოდ ლისტია, რომელიც ხო, მაგას უნდა ექსტარე რა, Awesome ბიბლიოთეკა ისინი ხო არის რეპოზიტორები რა. ეგ ხა მაგას ბევრი სტარი ქონდეს, მაგრამ ეგ ხო არ არის ითვლება რომ არა რა თქმა რაღაც ხელსაწყო. აი მე უკვე არის პროექტების იმის ენების მიხედვით. C-ზე არის რა თქმა უნდა Linux-ი პირველ ადგილზე. მე Redis-ი, NetData. C# ნახე რა გეხოცები, მაგრამ მაინტერესებს. Git-ი მე 7 ადგილას. C#-ზე არის PowerToys პირველ ადგილას. PowerToys. არ გამიგია. 17000. PowerToys-ը Windows System Utilities to maximize productivity. PowerToys როგორ არის ბიჭო? Windows-ზე ყენდება, Mac-ის ისინი არა ხელსაწყოები ჩათვალე. გაკ command space ისინი გეჩდება. Command space-ზე spotlight search-ი გაკ სურათზე შეგიძლია ამოჭრა სურათი. მე მიყენია Windows-ზე PowerToys ძალიან ისა. მე არ ვიცოდი. Snip tool-ი გაკ მარტივი, როგორც მაგზე გაკ ხა command shift 4-ზე ხო ნიშნავ. ეგეთი გეჩდება Windows-ზე რა. ანუ PowerToys ანუ გიმატებს იმას რა ქვია. კი. რაც productivity-ებს რა. ან სურათთან მოკროპო შეგიძლია. აი Mac-ს როგორც აქვს ფიჩერები რა, ეგეთი ფიჩერები გეჩდება Windows-ზე რა. C#-ზე ეგ არის. მე PowerShell-ია და ასე შემდეგ. ASP.NET Core, ნუ რა თქმა უნდა. C++-ზე არის TensorFlow, რა თქმა უნდა. JavaScript-ზე React-ი. რა თქმა უნდა. მეორეზე რა, ანუ JavaScript ალგორითმია მეორე. იცოდი C++-ზე არის React Native, მე არის Electron, Terminal, Godot,
ასე შემდეგ. და მეათეზეა Swift-ი. C++-ი როგორი რაღაცა შენ ენას გაჩიტო. კაი, JavaScript-ზე რა არის მეორზე? JavaScript ალგორითმი. აი, არ არის ისეთი არაფერი. მაგის შემდეგი არის Bootstrap-ი აღარ არის, ხო ისეთი პოპულარული აღარ. მაგრამ მესამეზეა სტარებით და მეხუთეზე Next.js-ი 130.000. Axios-ი არის და 3JS-ი მე-9 მე-10. 3JS-ი 3 library-ია. ხო, 3JS-ი წესით მოიმატებს. მე 2016-ში როცა ვიწყებდი თუ 15-ში 3JS-ზე აღწევს ვერთობი. წარმოიდგინე ამ JavaScript-ზე JavaScript-ზე მე-7 ადგილზე არის awesome ChatGPT prompts-ი, რაღაც ახალი. აუ, ეგ საინტერესო იქნება. ანუ არიცი ის არის რამდენი. აი მაგალითად Swift-ზე ტოპ პირველი რეპოზიტორი არის awesome iOS, просто library-ების ლისტი. და ანუ მეორე რა თქმა უნდა Alamo Fire-ი და ინახეთ აი როგორი დაჩაგრულები ვართ, რომ ყველაზე ჩვენი ტოპ სტარი არის 51.000. ხო. აი ხო თქვი რა ეს ტოპ ნიშა არის, მაღაზი მაღლა უბრალოდ ნუ არ არის, იმ კომუნიტი არ გაძლევს საშუალებას რა. მაღაზი მაღლა ახვით. კაი. მოდი რადგან რეპოზიტორები და open source-ზე ვლაპარაკობთ. შენთვის რამდენად ანუ იდეაში ეს შენს დასახმარებლად ან მაგალითად არის open source ენთუზიასტები, ვისაც უბრალოდ ეს open source-ი უყვართ რა და რაც ზოგადად შენ უფრო როგორი მასტი ხარ, ანუ უბრალოდ შენ დასახმარებლად გააკეთე ეს და არა, მე მიყვარს ზოგადად ხალხი რო იყენებს, უბრალოდ არ მიყვარს, მე ჩემგან რაღაცებს ითხოვენ რა. ანუ ეგ ხა კომუნიკის მოგეცით და გამოიყენეთ რაღაც ეგეთი. open source იდეა ხო ეგა თუ რამე გჭირდება, რა pull request-ი გახსენი და დაამატე. ეგეც არ არის, ანუ pull request რო ხსნიან, შენ გიწევს გადახედვა, ან მქონი ეგეთ შემთხვევები გახსნეს. ან კაი ანუ დავმერჯერა და რაღაცებს გაფუჭდე. და მაგის მერე უკვე ხო, მაგრამ ეგ ხა შენი პასუხისმგებლობაა, რომ მეინტეინერო ხო? ისეთი რაღაც არ დამერჯო, რომელიც თქოს ჩანდა, რომ არ აფუჭებდა, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ნუ ეხა ან როცა ეგ მეგონი პროცესის ნაწილია რა. ხო, მე მაგას ვერასწრები. მე მგონი როცა თქვათ მუდმივად არ ახარ ჩართული, კი გეპარება. ხო, მე გაგეპარება. თუ მუდმივად ხარ, მაშინ ხო. ჩემს ყველაზე მაგარ open source ბიბლიოთეკას აქვს 24 სტარი. მაგრამ ჩემთვის კაია 24-ის არის Swift-ზე, როცა დრო არ გაქვს და უბრალოდ ჰაერში აკეთებ რაღაცებს. კარგია. სხვა რამე open source-ი გაქვს კიდე? კი, მე მახსოვს რომ შენ რაღაც კიდე public პროექტებსაც აკეთებდი რაღაც. ეგენიც და open source-ი ხო? ანუ ზოგადად თუ რამეს ვაკეთებ, ვცდილობ რომ პირველ რიგში GitHub-ზე ვაკეთებ და რა public-ად რავი, რატომაც არა რა. და ან ბევრი რა საკმაოდ ბევრი სტარები აქვს. რამდენიმე პროექტი მაქვს. აღარ მახსოვს. მაგრამ სხვათა შორის ერთში ისიც არის. ანუ ხო, რაღაც $25 მერიცხავს, რაღაც ან მოკლედ რაღაც სტარტაპია, რომელიც ცდილობს რომ open source პროექტები დააფინანსოს რა და რომელიღაც კომპანიებმა გამოყვეს, ან რაღაც თანხა და ესენი აანალიზებენ რა პროექტები აქვს გამოყენებული ამ კომპანიებს და პროპორციულად ურიცხავენ თანხას რა და რომელიღაც sponsorship-ი გამოდის ფაქტობრივად. ხო, ხო. რომელიღაც იყენებენ რაღაც შემთხვევით რაღაც დავწერე და შემთხვევით გამოიყენეს რა ეგეთ რაღაც. ან პოპულარული არა. ამახალისებლად კაია. ხალისებლად. ხო, არც ველოდი, მაგრამ მე რიცხება $25 ყოველი წლის, ანუ არც მახსოვს ხოლმე, მაგრამ რავი, ერთ-ორ წელიწადში რომ $500 ხდება, ანუ ეს კაი სიურპრიზია. ჩვენი ეპიზოდები ვერ დასრულდება ისე, თუ არ ვისაუბრეთ ცოტა მაინც AI-ზე და აგენტებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დღეს ჩემი აზრით ძალიან უინტერესო ადამიანი უნდა იყო, რომ ამ ყველაფერს აკვირდებოდი და შენ თვითონაც არ გაინტერესებდეს რა ხდება, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი მაგის გარშემო ტრიალებს. შენ თვითონ როგორ ხარ მაგასთან როგორ იყენებ და რა ვიზუალიზაციისთვის ხო? ვიზუალიზაციისთვის ვერ გამოვიყენ. ან ჩემ დაკვირვებით არის ძალიან სწრაფი junior developer-ი რა. ანუ უკვე ძალიან ბევრჯერაც აქვს გაკეთებული, მაგას კარგად გააკეთებს. მაგრამ თუ დაგჭირდა რაღაც სპეციფიკური, უკვე იქ ჩემთანაც ეგრე. ხო, მე მაგალითად ვთხოვე ჩემი work chart-ის გამოყენება რა, გამოიყენე თქო და ძალიან ცუდად დამიწერა, მე ან უთხარი რომ აჰა data და დამეგენერირა dashboard-ი თქო.
დააგენერეს მარტივი რაც არის pie chart, bar chart-ი და იერარქიული data რო იყო მაგასაც მიხვდა და უთხრა რომ გამოიყენე ორ chart-ი თქო რა, მაგრამ როგორ უნდა გამოიყენებინა, ეგ ვერ მიხვდა. და რიტმი, კაი რიტმი გაქვს? კი, ანუ გამოყენების რიტმი მაქვს ახლა. როგორ უნდა გამოიყენო, ეგ მაქვს. მან კოდით ჩავუგდე, მან ხო და მე ჩემით მომიწია რაღაც ეს გააკეთე. და თვითონ კურსორში თუ მუშაობ, კურსორი სამდენ შეუულია. მე კურსორს მაინც ისე უყურებ რა, რომ მაინც ჩაოლებრივი ლეიერია ChatGPT-სა და შენს შორის. ანუ cloud-ს ვიყენებ ChatGPT არ გამოდგა, ან ChatGPT ისეთია რომ ხო, ნუ კი გამიხსენით რა გეხოცებით. მე cloud-ს არ ვიყენებ მაგალითად. cloud-ს ხო, მოდიში cloud-ს. რასაც დავაკვირდი ChatGPT არის რომ კი, გავაკეთებ. cloud-ი არის. ტექნიკურ რაღაცებში კოდი ბევრად უკეთესია ვიდრე ChatGPT. ოღონდ მე მაინც ორივეს ვიყენებ subscription-ი ორივეზე მაქვს, იმიტომ რომ ხანდახან ChatGPT-ს მაგათ დასაწერად რაღაცეების დასაფორმატებლად ChatGPT ბევრად სწრაფია. არა ხო, ადრე რო იყო რაღაც ადრეც თქვით ეს რა, რომ აი JSON-ის და რაღაც მოდელების გენერატორი რო გჭირდებოდა ხო და ეხა ChatGPT-ს ჩაუგდე და პირდაპირ კოდი აი ტექნიკურ რაღაცებს კოდი ბევრად თან ეხა მithumetes კოდმა რაც ის გააკეთა კოდი ძალიან ძვირი ჩდება როგორც ვიცი. ძალიან ძვირი ჩდება, მაგრამ ძალიან მაგრამ მუშაობს. ხო, და ანუ მაგალითად პროექტის სასწავლად არის ძალიან კაი. რაღაცა მაგათად უცხო პროექტი თუ არის და გინდა მარტივად იპოვო რაღაცეები, ანუ აგენტია ხო? ჩემი აზრით მაგისტრის რაო კურსორი, ანუ გამომიყენებია და საკმარისი იყო რა. კურსორი იმიტომ არ მომწონს, კლოდი მაინც ამათია რა. შინით არის და კურსორი მაინც როგორც certificate merchandise-ზე ეგრეა. კოდი ვიცი რომ ჯობია უბრალოდ აქ უფრო ნაკლებ თანხის გადახდა გიწევს და მაინც გაქვს რაღაც 50%. ხო, კოდის ის არის რომ ბალანსზე წაკი, ანუ subscription-ი ხო გაქვს პრემიუმი. და თან ასე რომ უნდა გქონდეს subscription-ი. subscription მეთქი ბალანსზე უნდა გქონდეს რაღაც თანხა და per request-ი რაღაც charge-ავს იმ ბალანსიდან რა. cloud-კოდი კი ბალანსი გაქვს ცალკე და ამ ბრძანებებს რო აძლევ ტერმინალი და მაგრამ მაგარი რა გააკეთეს რომ ეხა მაგალითად შენ JetBrains-ის აგენტზე რო ვილაპარაკებ ჯუნზე იმ დროს ეგ ხო იმე JetBrains-ია მიბმული მაგრამ მან რო პატარა ჰაკი ანუ რეალურად მისი ცოდნა არის უბრალოდ დაბმული JetBrains-ში გამოყენება უბრალოდ მაგრამ ცოდნა არის გლობალური კონტექსტი, იმიტომ რომ მაგალითად JetBrains-ში ხა რო იმ დროს გავტესტე JetBrains-ში გავხსენი Swift-ის პროექტი. შუაში JetBrains-თან Swift-ი, მაგრამ აგენტს ვუთხარი, წავიდა გამიკეთა. მაგრამ მე ანუ ერთადშევებოდით ამას რა და ეს ტესტავდით რა როგორი მუშაობა და რაღაცა რა და იმდენ დრო დაჭირდა. იმდენ რაღაცა. ხანუ ეგ early მაგამდე 10 ჯერ გავაკეთებდით, ხელით რო დაგვეკეთებინა. ხო, მაგრამ ეგ ბეტა არის და ჯერ გამოსულიც არ არის production-ს. გასაგებია, მაგრამ ამ წამს რა ფაზაშიც არის, თუ მაგ ფაზაში გამოვიდა ჯუნის პირობითად, ხო? არა, მაგ ფაზაში არა, მე უბრალოდ რას ვამბობ, ნახე, მაგითკენ კი არ მიყავს საუბარი. უბრალოდ ვამბობ, რამდენად მაგარია terminal based solution-ი, ვიდრე ID based solution-ზე. ეგ ჯუნი თქო, რასაც ვამბობ, არის გლობალური კონტექსტის ცოდნა აქვს, მაგრამ დაბმულია ID-ში, ID-ში. მაგრამ შემიძლია მე გავხსნო მაგალითად JetBrains-ის არა პროდუქტი, მაგალითად ნებისმიერი ენა, რომელიც არ არის JetBrains-ის, მაგრამ რაღაცები გავაკეთებინო. ეგ რას იმნიშნავს ახლა? ესე იგი, ეს tool-ი სადღაც უკან არის executable ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც JetBrains-ია დაბმული. და code-კოდი მანდი იგებს ბაზარზე მაგას, რომ terminal based არის. არანაირი ვიზუალიზაცია არ მჭირდება და არაფრის subscription-ი არ მჭირდება. შემიძლია ნებისმიერი პროექტში უბრალოდ დირექტორიაში შევალ გავუშვებ terminal based ამ tools და ყველაფერს იგივე აგენტია. JetBrains Rider-ში მაგალითად შემიძლია AI ასისტენტი მაქვს ნაყიდი მე და შემიძლია სხვადასხვა მოდელით ვიმუშაო. Cloud-ითაც მათ შემიძლია. სხვაობა რა არის? სხვაობა ის არის, რომ ასისტენტი არის ჩვეულებრივი, გინდა ბრაუზერში ქონია ChatGPT გახსნილი და იქ ელაპარაკე, აქ უბრალოდ ID-ში გეჩნდება ტექსტუალური view და ამ view-ში ელაპარაკები, ეგ არის ასისტენტი. ხო და მაგას იგონები, ანუ Cloud-ის subscription-ი რაღაცა შემჭირდება მაგ შემთხვევაში. Cloud-ის subscription-ი რაღაც გჭირდება JetBrains-ზე რო გაქვს? არ ვიცი, ბათ შეიძლება რაღაცა ლიცენზია აქვს ამ LLM-ებთან და ანუ ტოკენები exchange ხდება. ანუ შენ ამბობ რომ როცა JetBrains-ის ეხლა რო შევიდეთ ჩემს JetBrains-ზე, Rider-ში, რომელ მოდელს იყენებ? 3 და 6. რისი? Cloud-ის. ხო და 3 და 7-ია ახალი.
ოკეი. დიდია ნეტა სხვაობა? სონეტი ამბობს? ხო. და 3.6 ძველია უკვე. ოკეი. 3.6 არა აქვს, 3.5-ნა 3.7-ზე გადახვდა. ეს 3.5 იყენებს. ხო, შეიძლება შენ უფასოს იყენებ. უფასოს არა. ნაყინი მაქვს. აი ხა ლეპტოპი რო გავხსნა, თუ გინდა ნახე. ხო, მაგრამ შეიძლება token exchange ხდება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ეგ არის ჩაულებრივი გინდა გახსენი ბრაუზერი და იქ ელაპარაკი გინდა მანდ. მე აგიტო არ მომწონს ეგ ასისტენტები, რა ხა Z-ში მეც მაქვს ასისტენტი, მაგრამ რავი მისჩვენია პატარა Windows-ში გამოსულში და იქ კითხოს მისჩვენია ბრაუზერი გავხსნა და იქ წავიკითხო და cloud code-ის მთელი მუღამი ეგ არის, რომ terminal based აგენტია, რომელსაც შეუძლია კოდს არ გიცვლის? რა, ასისტენტი? ხო. არა. მაშინ ასისტენტის მუღამი რა არის? შენ რა ფაილიც გაქვს ამ წუთას დაფოქუსირებული, მაგას ხედავს. რატო რამდენიმე ფაილს ვერ ხედავს? არა, ხედავს კი, უბრალოდ შეგიძლია პირდაპირ კოდის copy paste აღარ გააკეთო, მთელი მუღამი ასისტენტის ხო ეგ არის, რომ თავისით ხნას ეგ copy paste არ აკეთებ და უნები რომ ამ ფაილში მიპოვე და იმან კონტექსტის ცოდნა, კონტექსტის ცოდნა აქვს და წავედი იმ ფაილს წაიკითხავ. მაგ ფაილიდან შეუძლია სხვა ფაილებს გადავიდეს? პროექტის გარეთ? ხო, ანუ მაგ ფაილის გარეთ პროექტში. კი, რავი, ასისტენტს არ შეუძლია? კი, მაგისთვის არის, ეგ გავაკეთებინოთ ჩვენ რომ ანუ ასისტენტის მუღამი ეგ არის, რომ copy paste არ დაგჭირდეს პროსტა რა პროექტში, იმიტომ რომ შენ რო პროექტი გახსნე, ვიგავ და იდეში რო არის, იმან იცის უბრალოდ ის ფაილი. ხო, მაგრამ მოკლედ სამწავს რა, ფაზაშიც არის. ეგ ამბავი ძალიან გამოუსადეგარი მგონია რა. ნელია. ანუ მე მაქვს მაგალითად კონკრეტული რაშიც დამეხმარა. მაგალითად 2 დღე ურტყით თავი რაღაც გასწორებას პროექტი არ ეშვებოდა და ვერ გავაკეთეთ რა, დავხარჯეთ კომპანიას რამდენი რა. საკმაოდ ძვირი რა. ხო და რა გამოვიყენე ვკითხე ეს პრობლემა მაქვს თქო. რა დაუარა ყველაფერს package.json-ს რაღაცებს. აგენტმა? ხო, გაანალიზა, მე ეს გავუშვი. ვიცი რომელმა აგენტმა? cloud ან კურსორში ვიყენებდი 35-ს. ხო, აგენტი არ არის, ჩაოლებრივი LLM. ანუ აგენტი არის ზოგადად, როცა ერთ output-ს იყენებს მეორე input-ი. ანუ ისა რა. ანუ აგენტი არის, როცა ტრიგერებს აკეთებს თავის თრავის. ხო, ან ბევრი განსაზღვრება. მე რაც მოვისმინე თვითონ ანუ Anthropic-ის server-რაც არის, თვითონ ამბობენ, რომ როდესაც გააქვს, ხო არის კითხე რაღაცა output-ი გამოვიდა. ეგ output-ი კიდე გავუშვი მე input-ად. არა, ეგ ბოდიში გაწოდენ. ეგ აგენტი კი არ არის, ეგ არის LLM-ია ჩვეულებრივი. არა, ეგ არის reasoning-ი. მაგას ეძახიან reasoning-ს. DeepSeek-მა რაც გააკეთა. ეგ პირველი ხო DeepSeek-ი იყო, ვისაც ეგ ქონდა, ანუ კითხავს რომ დაგისვენ შენ LLM ხო დამიგენერებს პასუხს და თავისივე პასუხს იყენებს input-ად, რომ მე უკეთესი პასუხი დააგენეროს და რაც ანუ რამოდენიმე ლეველი ხო, ანუ აგენტს ჩვენ ვეძახით ეხა ტიპს, რომელსაც შეუძლია რომ წავიდეს თავისით. ფაილს მაგათაც rename გაუკეთოს, ტერმინალი გახსნას შენს კომპიუტერში, ტერმინალში ბრძანება გაუშვას, ამაზე permission-ი მოგთხოვოს, გაუშვა თუ არა, მე იქ რაღაც წაშალოს, გადააკეთოს, დაგიკომიტოს, დაფშოს. ხო და მაგრამ იმის კურსორში არის ეგ რაც თქვი ახლა, ანუ მაგ აგენტს თხოვე, ანუ ჩამეწერა, რა დავითანხმე, რომ ოკეი, გავუშვი, მე კიდე რაღაცეები წაიკითხა, ერორები რაღაც და ანუ საბოლოოდ მიხვდა რა, რაც საბოლოოდ მიხვდა პრობლემა. მიხვდა ხო, რავი, გასწორდა. ეგ ერთი კონკრეტული. ანუ ალბათ უფრო ისეთი кейსები თუ შესაძლოა შენ არ იცი როგორ გააკეთო. მაგრამ როდესაც შენ იცი ის ძალიან დიდი დრო დაჭირდა რა იმ რაღაცისთვის რომ ხელით შეგვეძლო ჩვენ და იდეაში ჩვენთან ტესტავდით ისეთ кейსებს რაც ჩვენ თო ვიცოდით. კი. და ეს use case-ი უფრო სწორია რაღაცას აზზე ახლა საერთოდ როგორ გააკეთო და მინიმუმ ეუბნები რაღაცა viable solution-ები მაინც მომეცი რა 1 2 3 რომ მე აქედან რაღაცა ავარჩიო. ჩვენთან მოდის რა ძალიან ზოგი უცნობი პროექტი სხვის გაკეთებული და რა სატესტოდ რა უნდა გავუშვა რაღაც მონაცემების pipeline-ი Python-ს იყენებს, вообще ასე არა ვარ, რა ხდება. ანუ მეხმარება რა მაგაში. გარდა მაგისა მქონდა შემთხვევა დრო არ მქონდა, მაგრამ პროექტები ავიღე რა. და ანუ ისეთ რაღაცა იყო კარგად არ ვიცოდი და გავაკეთებინე, ძალიან მშვენივრად გააკეთა, კლიენტს კმაყოფილი დარჩა. გარდა მაგისა კიდევ კონკრეტულ იმას რას ვამბობ, ანუ ვიცოდი როგორც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რაც გავაკეთე იმის გარდა, ან დავაგენერირებინე, თქვა აიკონები, კონკრეტული კონტექსტი, ან SVG რა, SVG შეუძლია დააგენერიროს, კოდი არის. ანუ დაშბორდი იყო რა, ცოტა ისეთი high-tech დაშბორდი, 3D ვიზუალიზაციები და რაღაცეები. ზოგადად აიკონებს როცა ამატებ, პროფესიონალური ხდება რა. და
ანუ ძალიან მშვენივრად დააგენერირა კონკრეტული აიკონები, შეცვალა რაღაც სტაილები და ანუ კლიენტ ძალიან მოყოფილი დარჩა რა. ძალიან კარგი. მშვენიერი. ეგეთი use case-ები მოშევს. ხო. იგოთა. კიდე რა მაინტერესებდა დათო. როგორც ვიცი, data visualization-ში ხარ ყველაფერი, ანუ მაგალითად D3-ს ყველაფერი არ შეუულია, ხო? ანუ რაღაცეებში შეზღუდული ხარ სავარაუდოდ. რამდენად გიწევს მაინტერესებს თვითონ გრაფიკული პროგრამირება low level-ზე მაინც რო ჩახვიდე და მაგალითად თუ იყერებ მაგალითად WebGL-ს. ან მაგალითად დაიწყე რომ ნახეთ 3GS-ი 3D ანიმაციებისთვის მაგალითად. ანუ რაღაც იმ დონეზე თუ გიწევს იმ შრეებში ჩასვლა, სადაც უკვე D3 აღარ ყოფნის და რაღაც უფრო კასტომიზაციისთვის სჭირდება უკვე GPU მაგალითად რა. კაი, ანუ პირველ რიგში ანუ D3 არის რაღაც ბიბლიოთეკების არა, თულების ერთობლიობა, რომლებიც კარგად მუშაობენ ერთად. ანუ შეგიძლიათ D3 გამოიყენო მარტო კალკულაციისთვის და არა ხატვისთვის რა. ან რაღაც კუთხით ყველაფერს გეხმარება თუნდაც WebGL-ზე მუშაობდე რა. ხო და რაც შეეხება შენ კითხვას, ანუ არის შემთხვევები, როცა ვთქვათ data გაქვს, ანუ გჭირდება რაღაც მილიონი ფონტი დაარენდერო რა, მაგ შემთხვევაში ეს უჯი გამორიცხულია Canvas-იც უკვე, ანუ Canvas-ი ხო არის 2D კონტექსტი და ანუ Canvas-ი ეს უჯი მუშაობს რაღაც 400-დან 1000 ელემენტზე ანიმაციებით. Canvas-ი შეგიძლია სადღაც 4000-დან 50000-მდე გააჩნია სირთულეს და ანუ მაგის მერე WebGL მოდის რა და კი მიწევს და ანუ ზოგადად მე ვცდილობ რომ ამ 3D მიმართულებით უფრო განვითარდე, მგონია რომ რავი, ეგ იქნება მომავალში. 3D მიმართულებით დასგულდება, ანუ data visualization 3D-ში? ხო. ანუ data visualization-ის დომენის გარშემო დავრჩე, მაგრამ ანუ ხო. იცი რა მინდა კითხო, იდეაში 2D, მაგრამ არა, ანუ უფრო სპეციფიკური case მგონია, ანუ თვალისთვის დასანახად ხელის შემშლელი არ შეიძლება იყოს 3D. ანუ 2D უფრო მარტივად. ანუ კლიენტს არ ურჩევნია იმის თქმა მინდა რომ 2D იხილოს და ზემოდან რაღაცა მარტივად გაარჩიოს სტატისტიკური რაღაცა ანალიზი, ვიდრე ვთქვათ. კი და არა, გააჩნია ანუ მაგალითად წარმოიდგინე რა. აი, ყველაზე ესეთი პოპულარული кейსები რა არის, ბოდიში შეწყვეტინებ 3D-ს გამოყენების მაგალითად. ხო, ანუ მაგალითად წარმოიდგინე რაღაც ოფისი, ანუ დიდი ოფისი და მაგის ვიზუალიზაცია რა, ანუ ხალხი მოძრაობს, რაღაცა ოთახები არის და კაი, კიდე რა შემთხვევები მქონდა, კიდე იყო რაღაც სერვერის რუმი ქონდათ და პრინციპში ანუ შეიძლება რა, ანუ ისეთ შეიძლება და ასეთ შეიძლება ეგრე გააკეთებ, მაგრამ როცა 3D გაქვს, ანუ ხანდახან შეიძლება კიდე ცოტა ისეთი ვაუ ეფექტი ქონდეს, ხო? ხო და მაგ შემთხვევაში თუ აჩვენებ ცოტა რეალურთან მიახლოებული რაღაცას და პლუს გექნება ვიზუალიზაციის ელემენტები მაგ დროს, ანუ არის რა ეგეთი use case-ი. 3D network chart-იც მქონდა, ეგეც პრინციპში ვაუ ეფექტია. ნუ არა ურდეში ალბათ გეგოთოს იქნებოდა. იქ თვითონ ხო რა, მაგრამ მე მგონია რომ რავი, აი თუნდაც ის 3D სათვალე რაც ვიცი რომ შენ გაქვს, ხო? კი. ხო, ან თუნდაც მაგისთვის რა, ანუ მაგისთვისაც საინტერესო იქნება. ხო. მაგრამ მაგისთვის ვებში გააკეთებ მაგას. ხო, ეგ მარტივია მაგას. რატომაც არ რომ ანუ წარმოიდგინე რა Chrome-ს გახსნი? ურდეში ხო. მაგრამ უფრო მაგარი ალბათ იქნება რომ თუ native აპლიკაციაში რო შეგეძლოს, მაგრამ შეიძლება native აპლიკაციაში WebView გქონდეს და WebView-ში გამოიყენო. ანუ არა, შეხედე, ანუ WebGL-ი ხო, ანუ WebGL-ი გადადის WebGPU შემოდის და ეგ native-თან არის პირდაპირ მიკავშირებული. მან დიდეს არა, მაგრამ native-თან არის მიკავშირებული, მე ასაუბრ. რამდენად გამოიყენებ Vision Pro-ს core feature-ებს, hardware-ის feature-ებს web-ში. შენ ხო შეიძლება მაგალითად იმ თვალის selection-ს მოусმინო web-ში. ხო და მაგას შეიძლება Swift-ში როგორ უნდა მოხდეს თქო მაგის ინტეგრირება? ეს ოფიციალური API არსებობს, Vision Pro-ს API არსებობს. არა, ეგ გასაგებია, JavaScript-ზე გეუბნება მე. JavaScript-ი WebView-ს თუ გახსნი, WebKit თუ გამოიყენებ. ხო. და აპლიკაცია WebKit-ს გახსნი, მაგრამ ანუ ისე მაგალითად რომ მაგიდაზე იყოს ჩარტი პირობითად, მაგას ვერა და ვერ მოусმენ, ხო? ხარ, მან არის ერთი ვარიანტი ესეთი, რომ Swift-ში მოусმინო ივენთებს. და
მე WebKit-ში ივენთები გაისროლ JavaScript-ის ხარეს. მე JavaScript-ში მომსვი ამ ივენთებს და იქ რაღაცები გააკეთებ. ეგ შეგიძლია. Okay. საინტერესო, ანუ არ მიფიქრე რა მაგას წესით თუ განვითარდა television pros იდეა წარმოიდგინე ეს არის რომ მე რო თვითცესი მივიტან ეგ ჩარტია მაგალითად რა და ჩარტს რო მიზუმოვაგინ აქ ხო trackpad-ში სამ თითით ზუმაო მაუსით გოგოსატრიალებ და Vision Pro-ი რო შეხედავ თვალით უნდა დააფიქსირო სამარო იმ ჩარტს შეხედე და მე რო ხელს სადმე რო ხელს გააკეთებ ესე ან ესე რო გააკეთებ ან მონიშნოს ან გაადიდოს მაგას ვებზე გაშვებული solution-ი ვერ იზავს იმიტომ რომ მაგას ვერ მოусმენს მაგ ივენტს ხო ან მეც ერთი ვარიანტია რომ გააკეთო რაპერი აპლიკაციაში ან ჯერ აპლიკაცია გაიხსნას აპლიკაციაში გაიხსნას WebKit-ი და აპლიკაციაში Swift-ით უსმინო ამ OS-ის ივენთებს და მე ეს OS-ის ივენთები გადაანორმალიზო JS-ის ივენთებს. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში უკვე მე მგონი წამგვებიანი solution-ია და მაინც სხვა ამ შემთხვევაში ალბათ სხვა ტექნოლოგიის გამოყენება უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს. გვაქვს native-ზე ისეთი მაგარი ხელსაწყობი, როგორც თუმცა D3-ია. აჰა. Okay. ხო, არა, იმიტომ რომ D3 არის JavaScript-ის ვიცი ბიბლიოთეკა რა, ანუ ხო შეიძლება ხო შეიძლება გაცნო D3 რაღაც იმას ხო აკეთებს JavaScript D3 აკეთებს, რაღაც თულებს აერთებს, data-ს კითხულობს, ანუ D3 რასაც აკეთებს, წარმოიდგინე fetch-ის ხო, მივხვდი უბრალოდ D3 რასაც აკეთებს, ეგ ხო web-ში აკეთებს უბრალოდ, თორე იდეაში რაღაც სასწაულს ხო არ შეიძლება, რაც მაგათაც native-ზე არ შეიძლება. ბრაუზერი არის D3-ის ოპერაციული სისტემის პლატფორმა და ჩვენთან არის iOS-ი, ანუ შეიძლება Swift-ზეც იყოს, ეგეთი ბიბლიოთეკა უბრალოდ არ არის. ანუ რა ჩარტები და რაღაც მარტივები კი არის, მაგრამ როგორც ახლა advanced-იც ეგ არის, რომ შენ როას წამო ყველაფერი შეუულია და შემიძლია მარტო იმის გამოვიყენო. არა, ხო. მაგრამ შენ წეგან თქვი, რომ მაგას დავაშენო, რაღაც ბიბლიოთეკაა რა და ეგეთი tool-ი არ გვაქვს იმაში. Swift-ში არ არის ეგეთი tool. მე მგონი მაგის საჭიროება არ არის. თუ რატო არ არის? არ ვიცი, არ ვიცი. Data visualization native-ზე მე მომწონს ხოლმე მაგალითად აპლიკაციაში რომ მაგაქვს მაგით. მაგრამ ალბათ ძვირია რა solution-ისთვის რაღაცა ის და ისე უკეთესი. ბიჭო არა ისე მივდივართ იქ იმ პრობლემას წეგანსადავს თქვი რა community based პრობლემაზე მივდივართ. რა community არის პატარა და ეკოსისტემაც არის პატარა. აი open source როგორია? 1000 დეველოპერი რო აიღო ახლა. აი მე ეგეთი გამოცდილება ვარ იმ 1000-დან 10 გააკეთებს open source საქმეს. შეიძლება 10-იც არა. ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს open source და როცა community ისეც პატარაა ამ community-დან კიდე წარმოიდგინე როგორი იყოფა შები ვინც open source-ად tools-ებს აკეთებენ და თუ ენას ჩემი აზრით არ ყავს კარგი community იმ ენას ვერ ექნება კარგი ეკოსისტემა რატო არის მაგალითად რომ JavaScript-ზე არის აი ყველაფერი უზარმაზარი ეკოსისტემაა JavaScript-ზე ყველაფერი იმიტომ რომ community იმდენად დიდია რომ ის როცა გამოიყოფა ის პროცენტულად ვინც open source აკეთებს ისინიც ბევრი გამოდიან უკვე რა და წარმოიდგინე Swift-ზე ყველაზე მაქსიმალური სტარი 53,000 წარმოიდგინე რამდენად ცოტა community-ია და იქიდან კიდე ეს რო ჩაიშლება open source რამდენი აკეთებს კიდე უფრო ცოტაა გამიგე და ამიტომაც არის რომ ნელან ვითარდება ეს ხო ანუ ეკოსისტემა ნელან ვითარდება რა მაგიტომაც ვართ მაგალითად მაგალითად JavaScript-ზე არსებობს მე დავიწყე ხა მაგალითად open source რაღაც ერთ-ერთი პროექტის გეთება ჩემი რომელიც მინდა და open source არის Swift Task Runner-ი Swift Task Runner-ი რასაკეთებს შენ შეგიძლია Swift-იდან ბრძანებები შექმნა Swift-ის და Swift-ის ბრძანებები გაუშვა ანუ რაღაცაც მაგალითად JavaScript-ზე აკეთებს Gulp-ი იყო ადრე ეგეთი framework-ი JavaScript-ზე ანუ Java და ეხლა რომ დასერჩო მაგალითად Node.js-ის task runner-ები არსებობს, რავი, რამდენიც, აი უამრავი. სადაც შეიძლება Node-იდანვე პატარა Node პროექტები, ისინი პროცესები შექმნა და ბრძანებები უგზავნა. Swift-ზე ეგეთი რაღაც არის ერთი, მაგრამ არის Objective-ში და Swift-ზე რა iOS Objective-ში დაწერა და ძალიან ძველი. არ არის ელემენტარული და ეხლა მე თავისუფლად დროს ვეჭხი და მაგრამ მაგას ვამბობ რა, მაგალითად ბევრი არ არის. ებატონო. რადგან WebGL-ს იყენებ მან მაინტერესებს რა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ანუ ისევ JavaScript-ში იწერება ეგ თუ სხვა ენაში იწერება. ხო, ანუ მოკლედ, რავი, ანუ რო წავიდეთ D3-დან ლიმიტაცია, ან ბევრი რაღაც პოინტები და რაღაცები, შემდეგ შემოდის Three.js-ი, რომელიც არის ან 3D WebGL-თან სამუშაო რაღაც framework-ი, ხო? და არის შემთხვევები, როცა ეგეც არ ყოფნის და გჭირდება წერო იმენა low level კოდი. JLSL-ი, ხო? ანუ WebGL იყენებს, რაღაც JLSL-ის რაღაც ეგეთ სინტაქსს რა.
ანუ იქ გვაქვს ორი shaderi, vertex-ი და fragment shaderi და ანუ ეს WebGL არის ცოტა ძველი და ანუ ახალი რაც შემოდის არის WebGPU, რომელიც ანუ უფრო სწრაფია და ამ ახალ მეტალთან, ვულკანთან და ეგეთ რაღაცებთან უფრო აქვს პირდაპირ ის access, ხო. სინტაქსი განსხვავებული არის, ას რაღაც C++ გავსი სინტაქსი აქვს და ეს არის რაღაც მე როგორც შევდა Rust-ის გავსი სინტაქსი აქვს რა. და ჩვეულებრივ წერ აქაც fragment shaders, vertex shaders და პლუს ამას გარდა დამატებული აქვს compute shader-ები. ხო, ანუ რაც რო დაგჭირდეს ფრონტის მხარეს რაღაც რთული კალკულაციები და სწრაფი კალკულაციები შეგიძლია გააკეთო რა მოდელებთან. ნუ პირდაპირ shader-ები ეშვება GPU-ს. ხო. და თვითონ და ალბათ runtime-ში ისჩევს ოპერაციულ სისტემის მიხედვით ვულკანი გამოიყენოს. თუ ის ხო მაგზე თუ ვართ ეგრევე წავა მეტალს გამოიყენებს. ანუ საინტერესოა. სხვა ანუ კოდს string-ად. ანუ string ცალკე ფაილში გაქვს string-ად კითხულობ, აწვდი. მაგრამ ანუ ახლა იქ ვერ ამჩნევ რომ string-ი ანუ აირჩევ Visual Studio Code-ში აირჩევ რომ ანუ რა ის auto completion-ები გააქვს. კი, ანუ თუ დააყენებ, წინ ანუ იმას extensions დააყენებ, დაგეხმარება რა. მაგრამ როგორც ასეთი, ანუ string-ად კითხულობ რა. ანუ string-ად აწვდი ხო, string-ად აწვდი რომ ძალიან მე მგონია რომ ეგ ძალიან მომგებიანი სკილია დეველოპერისთვის და ინჟინერისთვის, რომელიც იცის რა ლიმიტაციები აქვს შენს frameworks. მაგალითად თუ ადამიანს ეშინია ახალი რაღაცების გარჩევის და წაკითხვის, შეიძლება იცოდეს რომ მაგალითად შენს D-sums ან რაღაც ლიმიტაციები აქვს და უფრო სიღრმეებში აღარ ჩავიდეს და თქვა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მან სხვა პრობლემა მე კიდე ის რომ ლიმიტაციების აღმოფხვრა რო გინდა ხოლმე, აი მან და ძალიან დიდი ის რა. რისერჩი გიწევს რომ რაღაცნაირად იმ ლიმიტაციის ის ჩამონაცვლებელი იპოვო, ან შენით დაწერო ან რაღაცა ის რა. ხო, მაგრამ თუ ნამერას ვამნახე, თუ ვიცი რომ არსებობს shader-ები, არსებობს WebGPU, არსებობს WebGL, ვიცი რომ აქ რაღაც ლიმიტაცია მექნება, ვიცი რა უნდა ვისწავლო, ან წავიკითხო, რომ ჩემი solution-ი რეალურად ვაქციო, ხო? iOS-იც არის ეგრე რა, ანუ iOS შეიძლება მოგიტანოს დიზაინერმა ან რავი, პროდუქტმა ისეთი სახის ანიმაცია ან ინტერაქცია, რასაც ფიზიკურად high level API-ით შანსი არა რომ გააკეთო. და გჭირდება რომ ჩახვიდე მეტალში და მეტალის შეიდერები დაწერო. მაგრამ მე რას ვამბობ ხა? თუ არ ხარ ისეთი ტიპი რომელიც ბევრს ჩხიკედელაობს და რაღაცებს ეხება, თამაშობს, შეიძლება საერთოდ არ იცოდე რომ შეგიძლია მაგალითად შენ პირდაპირ Swift UI-ში სტყოზე ვიღოთ მეტალის შეიდერი და არენდერო. მაგას აკეთებ ხო როგორც მახსოვს ხა რაღაცას. ხო, ხა თის მეგონია შეიძლება. ანუ როგორ shaders გულისხმობ fragment. კი, მეტალში fragment shaders გაკეთებ, vertex shaders გაკეთებ და შეიძლება მაგალითად შეუულებრივად მეტალის shaderi დაწერო. ხო. და მე Swift UI არის, ან iOS-ზე Swift UI თუ აკეთებ UI-ს, Swift UI-ში როგორც ერთ-ერთი ჩაოლებული layer-ი ეს shaderi გაუშვა რა. და ჩაოლება GPU-ზე ეშვება, მობილური GPU-ზე და ძალიან ფანტასტიკურ ეფექტებს იღებ რა და რა ეფექტსაც ახლა მაგალითად LinkedIn-ზე ძალიან ხშირია ხოლმე, წერენ ხოლმე რაღაც ძალიან მაგარ ანიმაციას გააკეთებენ ხოლმე და წერენ Swift UI animation. არაფერ შეერა Swift UI-ია, Swift UI არის უბრალოდ ის ვიღაც რომელიც ამ შეიდას ეძახის. რეალურად შეიდერში შეგდაწერე. მე რა მაინტერესებს, ან უკვე არსებულების გამოყენება შეიძლება, აი მაგალითად shader toy ხო არის, ძალიან ბევრი ისეთია. რამდენად ადვილია ეგ რო გამოიყენო. გეტყვი, უნდა იცოდე მეტალის API. და მე უნდა იწოდე ცოტა ChatGPT. ხო. და უნდა ელაპარაკო ChatGPT-ს და დაიხმარო რომ ის ანუ მე მაქვს ხა ითრა გაკეთებული რომ მაგათად Railib-ზე თუ იცი. არ ვიცი. Railib არის C-ზე არის SDL თუ იცი. არ ვიცი. მოკლედ ანუ ყველაზე low level, ყველაზე მარტივად direct media layer-ი ჯერ SDL-ი, მე Railib-ი რა. რაც ისეთ განა და Railib-ი რა C-ს ბიბლიოთეკაა, რომელიც cross-platform-ად ანუ GPU არენდერებს რა რაღაცებს რა და ანუ ძალიან ბევრი engine-ებს ხომ ამ Railib-ზე აშენებენ ზემოდან, იმიტომ რომ უკვე გაქვს OpenGL-ის ინიციალიზატორი და მოკლედ ყველაფერს აკეთებ რა და Metal-ზე რო ეგ გააკეთო, უბრალოდ გჭირდება რომ მე გავაკეთე რაც რომ Railib-ის shader-ი იყო და მინდოდა რომ iOS-ზე native-ად გამოშვა Metal-ზე.
მაგრამ ხო არ ვიცი მე ხა კარგად არ ვიცოდი მეტალი რა და ანუ LLM-ი გამოვიყენე იმაში რომ მეხმარებოდა როგორ გადმომეტანა ეს შეიდერი ტექნიკურად თან მიხსნით თან ვსწავლობდი მეტალშია და რამოდენიმე ძალიან წარმატებით გადმოვიტანე რა ერთი იყო მაგალითად პარალექს ეფექტი იყო 3D რაღაცეებით და ერთი იყო ის რა ქვია რეიკასტინგი თუ იცი ლაზერს რო უშვებდა ეგ გავაკეთე მეტალის შეიდერით კონტ ლაითინგზე იყო რა ეგ ანუ რეიკასტი გამოვიყენე ოღონდ განათებით ჩადოვებით რა ან მაგას ვიზუალური ნაწილი ჩემი ძალიან დიდი მინუსია იმიტომ რომ ნული შეხება მაქვს საერთოდ რა ან ძალიან უფრო ანუ ეგეთი ბეიზიკ რაღაცები ანუ ის ზურა რო იყო თქვენთან ზუბა ხო ანუ ერთ-ერთი სინამდვილე რაც მაქვს არ ალგორითმები კარგად რა არ გამივლია რა და არც მისწავლი არც რომ მქონდა თავის დროზე და პლუს ეგ ანუ კომპიუტერის computer science-ის არა ან გრაფიკული პროგრამირების ეგეთ საფუძვლები რა აი მაგალითად ან შემიძლია ახლა უკვე ანუ custom სინათლე დავწერო ანუ შეიდერში მაგრამ არ ვიცი თქვა ანუ რაღაც რო ეჯახები რაღაცა ხო ანუ ეგეთ რაღაცები ანუ basic რაღაცები მე მეგონი basic-ი არის თვითონ იმათთვის ვინც მაგ საქმეს აკეთებს ხო მაგრამ გრაფიკაზე ვინც მუშაობს მაგრამ მე მახსოვს ზუბას ეპიზოდის მე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგწენა რომ პროგრამირება თავიდან გვაქვს საწავლი ანუ მე ეგრე არ უყურებ რა მე უყურებ ეგ არის უბრალოდ ცალკე სფერო რომელიც უბრალოდ არის ძალიან იშვიათი და ხშირ ბექენდებთან ფრონტენდებთან და ესე ყველასთან შეხება გაქვს და იქ რო სიტყვები გესმის ვირტუალ დომი რო გესმის სიტყვა დავიღოთ ყოველდღე ის შენთვის უცხო აღარ არის და რასტერიზაცია რო გესმის წელიწადში ერთხელ ვაიმე რა არის რასტერიზაცია და რეალურად ხა იმ სფეროში რო იყო შენც ხო ის სიტყვები და ტერმინებიც უკვე ძალიან ის ანუ ხდება ამიტომ ეხა შეიძლება ლასხივი გაუშვიო და იქ საწავიდაო ეხა ჩოლებრივი მაგალითად ბექ ტიპისთვის რომელიც თელი დღე ბექენდს აკეთებს იმისთვის ეგ უბრალოდ რაღაც არის მაგის გაკეთება რა ხო ანუ ხო ხშირ ეხა დუმის რენდერერი როგორც არის დაწერილი რეიკასტერი რო დაწერო შენით საკმაოდ რთულია მე მაგ დაწერილი რეიკასტერი ჩემით iOS-ზე Wolfenstein 3D-ს ვაკეთებდი მაგი რენდერებს და ძალიან გამიჭირდა თავიდან რა არა backend developer ჩემნაირ ის მაგალითად მაგის ნული საჭიროება აქვს უბრალოდ რა ხა მე სხვა ხონია საჭიროება ერთობოდი პოსტად ანუ მაგას ვამბობ ანუ ეგ რაღაც ისეთი არ არის რა ანუ მაგაში დროს დახარჯავ ვიდეოში ოსტა ეგ არის დრო არ ანუ მე მაგალითად ანუ რავი დიდი სიამოვნებით მომიწევდა ახლა ანუ შემიძლია რა ანუ ავიღო ეგეთი ფუფუნება მაკრო ეგეთი მორთულებით წავიდე და საინტერესოა ხო მე აი მეც თუ დღეს უკვე ანუ თუ iOS-ზე იშვიათად არის რომ მე iOS-ში შემომივიდეს პროექტი რომელიც ესე excitement-ით შეხვდები ხო ხდები ანუ რომ მაინც ახლა 10-დან 7 ერთ იგივეა რა რაღაც საკეთებ თავიდან არქიტექტურებში ერთობი მე ის არქიტექტურებიც უკვე დამოვამბული გაქვს რითი როგორ იღებ ყველაზე კარგ შედეგს რაც და ბოლოს ყველაფერი მაინც excitement-ი იკლებს რა და აი მე ხან ბოლო დროს მაგით ვერთობი რომ რაღაც სადაც უფრო გრაფიკულ პროგრამირებასაც უფრო მეტი ის მაქვს რა კასტომიზაცია მჭირდება ეხლა ვაკეთებ მაგალითად ერთ-ერთ პროექტში მალე დავარეალიზებთ ანუ სუფთა წყლის ეფექტია სადაც გაქვს touch-ზე ripple ეფექტი ან დაახლოებით მივხვდი ხო და ეხლა მაგას ესე просто რომ აიღო iOS-ის framework-ი ანუ შანსია რა მაგას ხელით ვერ იზავ ან native გამზადებული თულებით ვერ იზავ რა გიჭირდება GPU-ზე პატარა ჩარევა ეგ უკვე ჩემთვის ეგ პატარა excitement-ია რა თოიზე რაღაცები მაქვს ნახ მაგასთან ანუ web-ზე მაგალითად რომ ისე ძალიან საინტერესოა ხა მაგალითად ვიმე iOS ინჟინერი თუ ვიყურებს შეუძლია გამოიყენოს მე არ მაქვს მაგალითად მაგის დრო მაგრამ ვიღაც შეუძლია გამოიყენოს shader toys-ზე წავიდეს ნახოს საინტერესო shader-ები და ეგ მეტალზე რო გააკეთოს და რავი ერთი ბიბლიოთეკა რო გააკეთოს რაღაცა metal shader gallery ან რაღაცა ეგეთი და თვითონ OpenGL-ის გამოყენება არ შეგიძლია iOS-ზე ხო საინტერესო კითხვა მაგდენი თვითონ device-ზე სავარაუდოდ არ ვიცი შეიძლება აქ მაგალითად ორივე შეიძლება ხო web-ზე ანუ თუ არა მეტალი მარტო ანუ metal-ზე მაგალითად Linux-ზე მეტალი არ მუშაობს Linux-ზე ანუ როგორ არის ეს web GPU რაც არის Mac-ზე ხარ იყენებს metals
Windows ხარ Vulkan-ს ხო და იდეაში OpenGL-ი ხა მაგზე როგორ შეგიძლია გამოიყენო ჩაულებრივად შეგიძლია არა მაგზე არ თვითონ iOS-ზე ხო iOS არა მგონია მე მგონი OpenGL-ს არ ვიცი ანუ რო დაგჭირდეს რო თქვა თან მე რაღაც shader toys რაღაც მაგალითი როგორ არ ვიცი ეხლა მაგალითად მე მაგ ნახე ტექნიკურად ეგრე სიღრმეში არ ჩავს უარ მაგრამ მაქვს მაგალითად ნანახი 2001 წელს მე მგონი ამათმა დაარელიზეს Doom-ი და Quake-ი open source რა გაიტანეს მე ვიღაც ფანატებმა ანუ წავიდნენ და ამათმა აქვს გაკეთებული სხვა შორის iOS-ის ვერსია Objective-C-ში Doom-ის Doom თამაშის იმენ ამათ დაწერეს თუ ამათ დაწერია კი და მე ნახე ძალიან ძველი iOS-ი იყო რომელსაც არ ქონდა რაღაც gesture feature-ები რა და მაგალითად ანუ წინ რო წასულიყავი ესე კი არ მიდიხარ ან მიჭრელი კი არ გაქვს ჯოისტიკით ხო რაღაც საშინელი gesture-ები ძალიან ძველი 2-7 წელი იყო თუ რაღაც და ვიღაც ტიპებმა აიღეს ეს კოდი და ხა ესენი რაში დაწერდნენ ის რენდერი OpenGL-ში იქნებოდა ხო იმიტომ cross platform იყო ხო და ანუ წავიდნენ აიღეს ეს და რეფაქტორები გაუკეთეს და თავის ფორკი დადეს რა სადაც უკვე უფრო განვითარებული ტიპები არიან და უფრო ითამაშება და საბოლოოდ შეიძლება შესაძლოა უბრალოდ მაქსიმუმში არ ჩავს სულას აი კაისა მოვიძიებ მაგას მაგრამ ხო რა ამ ბოლო დროს მაგით ძალიან ვერთობი თან ამ დროში ხა როცა ამდენი LLM იქავს გარშემო ძალიან მარტივია მაგას შეეხო რა იმიტომ შეიძლება რაღაც ისეთ მათემატიკებს აცდე იმიტომ როცა პროფესიონალი ანუ მაგ მიმართულებით როცა არ მიდიხარ ხო შეიძლება რაღაცებს აცდე რა დასკიპო რაღაცა ხო და ნუ რისიც არის მანდ რომ LLM დაიხმარო იმაში რომ რაღაცა ეხა იმ დღეს ქოია ვაწერდა Discord-ში რაღაცას რომ ჩვენთან რომ ანუ შეიძლება ვაცდეო ChatGPT-თო მაგრამ თუ ესენიო ფუნდამენტალურად არიციო მაგრამ ის ხედავს როგორც პროფესიონალი გრაფიკს პროგრამერის განმოსახედიდან მაგრამ მე რომელიც მინდა რომ კონკრეტულად რაღაც აქ შედეგი დავდო მაგრამ ამ მიმართულებით შემილია რა ის მათემატიკას ავწდე იმ LLM-ით დასაწყისში კი მაგრამ რაღაცებზე გაიჭედები როდესაც მაგზას არ გაუყვები რა ხო მე ხო ის არ ვარ რა ქვია მიმართულებით ხო ავწევ და ვიღაც ხო არ მომიტანს ეგ სხვა ამბავია მე მინდა რომ ჩემი რაღაც პროდუქტის რაღაც საბნაწილი რო არის ეგ ის კარგად გავაკეთო შემილია ამით იმიტომ რომ დღეს მაგის ფუფუნება რომ მათემატიკას ავწდე მაგალითად და არ მომიწევს მაგაზე ტვინის ღუმო მე LLM-ს დავაწერე ხო და ანუ ეგ იდეა მომივიდა ხა ეგ კარგი ნიშა იქნება თქვა Upwork-ზე რომ რაღაც Scopes პროექტი იყო რა ანუ მე რაც დავაკვირდი როცა მიხდიან ანუ მაშინ ვსწავლობ ყველასე კარგად რა ხო მაგრამ Upwork-ზე აი ამდენი არის მაგის ნიდი რომ ეგეთი პროექტი იყოს ხო არ ვიცი უნდა იყო ხო ძალიან რთულია ნამდვილად კი კაი, რადგან ბოლოსკენ გავდივართ უკვე და თუ აღარ ვიტყვი იმას, რომ წინაზე 3-5 გქონდა, მე 3-ზე ჩამოვიტანეთ, პირდაპირ თუ კი რაიმე მატერიალები გახსენდება, რომ მაყურებელს ურჩიო. კი ბატონო. თოქი წიგნი, მატერიალი რაც კიდე. ანუ საიდან დაიწყოს და ხო, საიდან დაიწყოს? არა, რაც კიდე წიგნი. ანუ პირველ რიგში რავი JavaScript-ზე ვიც მუშაობს, რავი basis-ები რო ისწავლო, ძალიან გამოგადგება, რაც არ უნდა framework-ზე ისწავლო რა. მაგისთვის you don't know JS ის არის სერიები არის, ანუ იმენა სიღრმეებში ჩადიხარ, ანუ შეიძლება წამოკრა ფეხი მაგ ყველაფერს. ის კაცი სტრუქს Carl Simpson. თავიდან ბოლომდე გაიგებ რა. მაგის წაკითხვა, რავი, ძალიან დამეხმარა, ძალიან მაგარი იყო. ეგ ერთი რაც მინდა და თვითონ ანუ მეორე მინდა Three.js-ის მხარეს, ანუ ძალიან ბევრ რაღაც წამოვკარი ფეხი, ჯერ თქვა WebGL-ზე მინდოდა თვითონ სწავლა მე ასე ისე მოგით. ძალიან ბევრი ის არის და ყველას კარგად შეკრული კურსი აქვს Bruno Mars-ი, ეგეთია Three.js Journey არის რა. როგორ ქვია? Three.js Journey მოგზაურობა. Journey. კი ბატონო. აჰა, ეგ არის. ანუ თავიდან ბოლომდე აქვს shader-ებით, blender-ით, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს რა. კი ბატონო. კარგად აქვს. თუ იმას დაინტერესებს. ძალიან ეს თუ კარგად აქვს. მეც გავივლიდი შეონ. ძალიან კაი კურსია. $100 ხარს, მაგრამ ძალიან მაგარი. ჯერ კიდევ ვერ გავედი ბოლომდე. ახლა პორტალ სცენები, React 3 Fiber, რამდენი რაღაცა. არ ბევრი არის, ხო. მაგრამ სიღრმისეულად არ არის. სხვათა შორის დღეს რასაც არ ვიცი მე ანუ ყოველთვის ეგ ფილოსოფია მქონდა ხოლმე, მაგრამ დღეს ანუ ამ AI-ის დროს უფრო
მივხვდი არა უფრო ალბათ მივაწვევი ჩემ თავს რომ აუ სხვა რაღაცებიც ჩემ ტექსტებს გავხსნე და სხვა რაღაცებიც გაუმარტივდა უბრალოდ და მაგით ხო არა ადრეც იდეაში ყოველთვის ვიყავი ყოველთვის სხვა რაღაცებს ვკითხულობდი ხოლმე ხო JavaScript-ში ახდება დღესაც ვიცი ანუ აზრს ვკითხულ ხოლმე უბრალოდ რას მომიცი რაღაც პონჩი ანუ შიში არა ანუ არის საშუალება იმის რომ უცბად მე ესე ვფიქრობ რომ რაღაც პონჩი outdated იქნები რა ან ჩემი აზრით მაგიტოა კაი უფრო domains რო მაგალითად data visualization domains რო არ გავწდება ან ზუსტად ვიცი და რაღაც domain რო იპოვო და domain-ის გარშემო რო იყო რა აი იქ ხომ არა არ გეშინია იმის რომ მაგალითად შენ domain-ში რაღაცეები გამარტივდეს შენ ძალიან მე არ მეშინია მაგის და შენ ძალიან სპეციფიური domain-ია შენ მე გეშინოდეს რისი უნდა მეშინოდეს აი backend-ებს ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს მაგის აი იმის რომ რაღაცები ბევრად გამარტივდება და უფრო მეტი ცოდნა დაგჭირდებათ იმის რომ თავი გავიდოთ ბა ბოლოს მაინც ისა გაიხსენე თუ ვინ მაგაზე შეგვიძლია ერთი ეპიზოდი ვინ დავდოთ მაგაზე მე ცალკე ვიჩხუბოთ ხო უბრალოდ დავამთავროთ იმის რომ ფორმულება დავამთავროთ რომ ანუ მაგალითად 10 წელს წინ გადაგეხედა ახლა 10 წელს წინ backend engineers რა must requirement-ები ქონდა ცოდნის დღეს ეგ must requirement-ები ითვლება როგორც bare minimum-ად ხო გათმაგებული როა მე ის სხვა რაღაცების შესწავლა სხვა თულების ეგ არა ხო და რისი მაგალითად აი ხა მაგალითად backend-მა რა უნდა იცოდეს შე რა იყვანო .NET-მა ხო აი და რა დონე უნდა მითხრა ეგრე ვერ გეტყვი middle დონე მითხრა middle ანუ პირველ რიგში უნდა იცოდეს ცოტა ბაზები უნდა იცოდეს სხვაობა რელაციურ და არარელაციურ ბაზებს შორის და ორივე უნდა ერკვეოდეს. მოიცადეთ, C# უნდა იცოდეს, ASP უნდა იცოდეს, Entity Framework-ი უნდა იცოდეს, აი გაბინ bare minimum-ი რა. ხო და ეგ ხო bare minimum-ია. ხო. ხო და მაგას ეგ ან junior როცა ვიყავი, რავი, ეგენი ვიცოდი. ხო და მაგას ვამობ რა, ანუ ეგ არის იმდენად bare minimum-ია, რომ სხვა ცოდნები გჭირდება რომ შეფასდე. ალბათ პროექტიდან გამომდინარე არის არა უფრო რა პროექტი. მე მაინც ვიტყოდი იმას, რომ ბევრად მეტი დავაფასებ კადში იმას, რაც უფრო მეტი რამე იცის .NET-ის ირგვლივ. მეური თული გამოუყენებია, შეუძლია ახსნა სხვაობები, შეუძლია თქვას რატომ პირადი გამოცდილებები, პრაქტიკული გამოცდილებები აგრეთვე გადაწყვეტილებების მიღება, ეგ ყველაფერი რა. მაგრამ აი ეს middle-მა არა მგონია. რატო არ მგონია middle-მა ჯერ ეგეთი მე რატო იმიტომ უნდა იცოდეს რომ ვიღაცა აუცილებელი იქნება სხვა მიდგმის ეცოდინება და აჯობებს. ელემენტარული ალბათ უნდა იცოდეს რა. მაგრამ სიღრმისეული და დღეს იმდენად bare minimum ხდება და ჩემი junior-მაც უნდა იცოდეს რაღაცა რომ ეს თირად არსებობს. ჯერ ეგეთი მაგ Azure-ის permissions ან მისცემენ juniors და ან არა, ეგეც არის მაგრამ და რამდენად უნდა მისცენ თუ არ უნდა მისცენ მაგის permission ეგეც სადაოა ეგრე მგონია მე რა მაგრამ ხო ალბათ რაღაც სერვისები რო არსებობს და რო ამათი გამოყენება შეუძლია ეგ უნდა იცოდეს ალბათ რა აი რადგან ახლა ბოლოში გავდივართ და ვასრულებთ შეხსენება მეგობრებო რომ ჩვენი სპონსორია Texi Texi არის software developer-ული კომპანია რომელიც არის საკმაოდ ახალი საქართველოში შეგიძლიათ დაარისერჩოთ მათ ვებსაიტზე, description-ში ეწერება ყველაფერი და ხო, ეს არის ის, რაც მინდა რომ მეთქვა ჩვენს სპონსორზე. დღევანდელი ეპიზოდი შედგა. მადლობა დათოს, მადლობა თოკოს და შევხვდებით. და ვიზუალიზაციაზე ვისაც გენდომებთ. რამე მომწერეთ. მიწერეთ და ბატონ დავიც, კი ბატონ. დაგა ყვალია. კი ბატონ. მადლობა. მადლობა, შევხვდებით ჩვენს ეპიზოდში. და Discord-ში შემოდით, არ დაგავიწყდეთ Discord-ში შემოსვლა. და description-ში დავწერთ links. როგორც ყოველთვის. მადლობა. მადლობა. შო.